ერთი ქალაქი და 900,000 ამომრჩეველი 17 დღეში თბილისი ახალ მერს აირჩევს. არჩევანი საკმაოდ დიდია დედაქალაქის მერობისთვის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 14 კანდიდატი ებრძოლებს. დღეს კი მხოლოდ 4 მათგან შევხვდებით საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა დებატები TV3-ზე კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს მთავარი ამბების დასრულებისთანავე გავაეთერში. ჩვენ გვაქვს სურვილი 15 ივნისამდე მერობის ყველა კანდიდატი გაგაცნოთ მათი ხედვებით და საარჩევნო პროგრამებით. ჩვენ დაგეხმარებით გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში. ჩვენი გადაცემის ფორმატი ასეთია: კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე 4-ვე კანდიდატს ვუთმობთ 2-2 წუთს საკუთარი საარჩევნო პროგრამის და პრიორიტეტების წარსადგენად. 2-2 წუთი დაეთმობათ ასევე გადაცემის დასასრულს შემაჯამებელი მიმართვისთვის. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენთან ერთად შეკითხვებს დასვამენ TV3 ჟურნალისტები, რომლებიც ახლა ნიუსრუმში ემზადებიან. ბექა ბაციკაძე გვეტყვის რა ხდება ამ წუთებში ახალი ამბების სტუდიაში. საღამომშვიდობის ბექა. საღამომშვიდობის იმე და ნათია, ჩვენც ისევე როგორც მაყურებელი საინტერესო და დისკუსიის და დებატების მოლოდინში ვართ, ასე რომ ყურადღებით მივადევნებთ თვალს გადაცემას და ჩვენი ჟურნალისტები ნატა ქაჯაია, კეთი ხიდიშელი, მირიან გორგოძე და სოფო მაკაცარია კითხვები დაგიბრუნდებით მეორე ბლოკში. ასე რომ TV3-ზე დებატების დროა. დანგრეული გზები, ავარიული სახლები, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახები, უსახური ფასადები, მგზავრობის მაღალი ტარიფები, უმშევრობა და გაჩეხილი თბილისი, დედაქალაქის რეალობა და არჩევნებამდე დარჩენილი 17 დღე. გაუსაზღრის მდგომარეობაში ვართ. რას ითხოვს ამომრჩეველი და რას პირდებიან მათ მერობის კანდიდატები. ნიკამელიას შეთავაზება. მე დღეს მინდა ტელედებატებში გამოვიწვიოთ ჩემი კონკურენტები, განსაკუთრებით კი მთავრობის კანდიდატი ბატონი ნარმანია. დავით ნარმანიას პასუხი. სადვარ ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა. რას ეტყვიან ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების კანდიდატები და რატომ ფიქრობს ერთიანი ოპოზიცია, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა შეკრულია? ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ სააკაშვილი გაერეცხა, ნაციონალური მოძრაობა გაერეცხა და დღეს ჩვენ სააკაშვილი ჭკუას გვარიგებს. როგორ აფასებენ მერობის კანდიდატები წინა საარჩევნო გარემოს? არაფერი არ იცვლება, არც ქვეყნის მართვის სტილში, არც პოლიტიკური მართვის სისტემაში და არც ჩვენს ცხოვრებაში. დავით ნარმანია, ნიკა მელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და კახა კუკავა ერთმანეთის პირისპირ ერთ სტუდიაში. ვის აირჩევს თბილისი? არჩევანს აკეთებთ TV3-ზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სტუმრები, საღამომშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ჩვენი გადაცემის ფორმატი. ეს არის 2-2 წუთი თქვენთვის დათმობილი გადაცემის დასაწყისში და გადაცემის ბოლოს. თქვენ 2-2 წუთის განმავლობაში გექნებათ საშუალება მიმართოთ ამომრჩეველს და უთხრათ მათ თქვენი სათქმელი და ასევე შევახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ პირველი სიტყვა გადაეცემა ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, შემდეგ დავით ნარმანიას, ნიკა მელიას და კახა კუკავას თქვენთან ერთად ჩავატარეთ. წილისხრა და მე მგონი საკმაოდ ობიექტურად. კი ბატონო. დავიწყოთ. ბატონო დიმიტრი, შეგიძლიათ დაიწყოთ წამზომი ჩაერთა. დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარუდგენ მერობის კანდიდატის ამპლუაში იმ ქალაქის წინაშე, რომელშიც დავიბადე, რომელშიც გავიზარდე, სადაც იზრდებიან ჩემი შვილები და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ცნობილია ამ ქალაქის მაცხოვრებელთა პრობლემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ოჯახის შემადგენლობის მიხედვით ბაგაბაღის, სკოლის, ინსტიტუტის, პოსტინსტიტუტის და საპენსიო ასაკის ადამიანის წინაშე არსებული პრობლემები ყველაფერი განცდილი, ასე ვთქვათ, საკუთარი ოჯახის მაგალითზეც და ჩემთვის ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლოა ის, რომ როგორც უფლება დამცველი სოციალურ-ეკონომიკური და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით მომიწევს, როგორც მომავალ მერს, განვახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება შეწონილ ტარიფში, დენის ტარიფს გულისხმობ, იმ 5 თეთრის ამოღება, რომელიც არის საინვესტიციო კომპონენტი, რომელიც 5 წელია უკვე, რომელსაც 5 წელი აღარ უნდა იხდიდეს ჩვენი მომხმარებელი ელექტროენერგიისა და რომელსაც ჩვენ მაინც ვიხდით. მე პირველ რიგში მიმართავ მარეგულირებელ კომპანიას, ორგანიზაციას და მას მოვთხოვ, რომ აუცილებლად იქნეს ამოღებული ეს კომპონენტი. გარდა ამისა, უაზროდ გაზრდილი ხელფასების და უაზროდ გაზრდილი სტრუქტურული ერთეულების მეგულისხმობ სიპებისა და შეპსების გამო ძალიან დიდი თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება არამიზნობრივად. ამიტომ ვფიქრობთ, მას შემდეგ რაც ჩვენ მნიშვნელოვან თანხას
საკითხს გამოვათავისუფლებთ თბილისის ბიუჯეტში, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ აღვადგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება და პლუს 25 ლარი ყველა პენსიონერისთვის იქნეს ხელმისაწვდომი. ეს არის რეალური ციფრები და ამის გარანტიას მე ვაძლევ როგორც მერობის მომავალი კანდიდატი. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების არასრულფასოვანი მუშაობის გამო, რაც არის 2006-2007 წლებში ჩავარდნილი რეფორმის შედეგი, მენინგოკოქცემია დღეს არის ჩვენი ძალიან სერიოზული პრობლემა. ამიტომ პირველადი ჯანდაცვა, ასევე სკოლამდელი აღზრდის ობიექტები, რომელიც არის ოპტიმიზირებული და ძალიან ბევრი ბაგაბაღი თბილისში არის დახურული, 58 ერთეული, ამის უკან დაბრუნებას და ამასთან დაკავშირებულ სარევიზიო პოლიტიკას მე ვპირდები ჩემს ამომრჩეველს. დიდი მადლობა. შემდეგი ბატონ დავით ნარმანია. გისმენთ ბატონ დავით. მოგესალმებით როლში, მივესალმები ტელემაყურებლებს, მივესალმები დედაქალაქის მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო დედაქალაქის მომავალი მერი. ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის ის, რომ ერთად ვიზრუნოთ თბილისზე და ერთად ვიზრუნოთ საქართველოს. ერთად ვიზრუნოთ თბილისზე აუცილებელია და მთელი ჩვენი ფილოსოფია ამაში ჩაქსოვილია, იმიტომ რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დავიწყეთ და ამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიხედვით ჩვენს ხელისუფლებას არ იშინია იმის, რომ რეალურად მმართველობა ადგილობრივ დონეზე გადააბაროს ხალხს. ანუ მთავარი ჩვენი, ასე ვთქვათ, ზრუნვის ობიექტი არის თითეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს და მთელი ჩვენი პროგრამა აგებული არის სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდაზე და გაუმჯობესებაზე. მეორეს რომ მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ბევრი თვალსაზრისით. საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, ახლა ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბაღების ინფრასტრუქტურა განვავითაროთ და მოვაწყოთ. მეორე, საყოველთაოდ დაზღვევის უპრეცედენტო პროგრამა დავიწყეთ და ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს მთელი მოქალაქეები არიან დაზღვეული. ახლა აუცილებელია, რომ მუნიციპალური პროგრამები მივაშველოთ საყოველთაოდ დაზღვევის პროგრამას, რათა ის მოთხოვნა, რაც არსებობს დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან, სრულად იქნას შევსებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავამყაროთ დედაქალაქში წესრიგი ქალაქ განვითარების თვალსაზრისით და შევიმუშაოთ დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ არსებობდა და რამდენიმე ცვლილება განიცადა. ჩვენ რეალურად ქმედითი დოკუმენტი უნდა მივიღოთ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის სახით, რომელიც იქნება წესრიგის დოკუმენტი, რომელიც იქნება მშენებლობებთან და ქალაქ განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი და რეალურად მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ ქალაქში წესრიგს. მნიშვნელოვანია უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ამიტომ ჩვენ დასაქმების ხალხშეწობის თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება გვაქვს შემოთავაზებული. მადლობთ და ბატონ ნიკამელია. დიდი მადლობა, ნამდვილად პატივი არის ვიყო თქვენი სტუმარი და ნამდვილად პატივი არის ვიყო ჯერჯერობით კანდიდატი მერობის და არა უკვე მომავალი მერი, როგორც ბატონმა დავითმა განაცხადა შემდეგ გასაკვირად. და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე, რომელიც კარს მოახლოებულია 15 ივნისს. უმნიშვნელოვანესი იქიდან გამომდინარე და ამ მნიშვნელობას ზრდის და ამძაფრებს ის მდგომარეობა სამწუხაროდ, რომელიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დადგა საქართველოში. სადაც სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ მოახერხა და შეაჩერა, გააჩერა, დააკონსერვა ყველაფერი ის კარგი და პოზიტიური, რაც არსებობდა წინა წლებში და ყველაფერი ის ცუდი და მანკიერი, რაც არსებობდა ასევე წინა წლებში, ასე ვთქვათ, დიდი წარმატებით განავითარა. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს არის არჩევნები, სადაც ელემენტარული არჩევანი უნდა გავაკეთოთ. არჩევანი დასაქმების სასარგებლოდ და არჩევანი სამუშაო ადგილების დაკარგვის სასარგებლოდ. არჩევანი გამოცდილებასა და გამოცდილობის სასარგებლოდ. არჩევანი რეგრესსა და პროგრესს შორის. და არჩევანი რაც ყველაზე მთავარია, გავაკეთოთ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც პირველ რიგში იქნება ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, თბილისელების წინაშე და არ იქნება ანგარიშვალდებული ერთი ხალხი აღებული ადამიანის წინაშე. და რაც ყველაზე კიდევ მთავარი არის, რაც გულით და სულით მინდა, რომ ნამდვილად თბილისს ყავდეს მერი, რომელიც იქნება ხალხის მიერ არჩეული და არ იქნება ხათრის მიერ არჩეული. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ 10,000-ობით თბილისში, რომელიც ამ არჩევნებში გააკეთებს ბევრად უფრო გაცნობიერებულ არჩევანს, ბევრად უფრო პრაგმატულ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, სადაც მაინდა-მაინც არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური გემოვნებით და ანალიზს გაუკეთებს თუ რომელ კანდიდატს რისი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, უნარი შესწრებს, რომ განახორციელოს ის პროექტები, რომელიც მათ წარმოდგენილი აქვს საარჩევნო
მანიფესტოს პროგრამის ფარგლებში. დიდი მადლობა ბატონ კახა 2 წუთი გაქვთ სამზომი ჩართულია. სამშვიდობის მოგესალმებით, დიდ მადლობა გადავუხდი TV3-ს ბოლოს და ბოლოს მომეცა ცოცხლად ჩემი ოპონენტების ხილვის საშუალება. მადლობას გადავუხდი ოპონენტებსაც, რომ დათანხმდნენ ასეთ ფორმას და დღეს ჩვენ გვიწევს მე ვფიქრობ ძალიან კონსტრუქციულ და ჯანსაღ რეჟიმში ერთმანეთთან პაიქრობა. რაც შეეხება მე არ ვაპირებ ხა სოციალური დაპირებების ჩამთვლას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენი პროგრამები არის ძალიან დიდი ნაწილში თანმხვედრი. აქ თავარი ის არ არის, ვის რა უწერია თავის ბუკლეტში და თავის პლაკატზე, თავარი არის ვინ რისის შემსრულებელია. ჩემი ოპონენტები წარმოადგენს სულ ყველა ან დღევანდელ მმართველ გუნდს, ან იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში. ამიტომაც მათ ჰქონდათ მე ვფიქრობ ძალიან კარგად იმის საშუალება სამართლიანობას აღედგინათ, სოციალური დაპირებებით შეესრულებინათ, ახალი საწარმოო შეექმნათ და ასე შემდგომ. ჩვენ გუნდში ნათია თქვენ ვერ ნახავთ ერთ-ერთ ადამიანს, ვინც წარმოადგენს შევარდნაძის ან სააკაშვილის ყოფილ გამგებელს, ყოფილ გუბერნატორს, ყოფილ თავმჯდომარის პირებს. სამაგეროდ ჩვენ გუნდში არიან მაგალითად ლაშა ჩხარტიშვილი, გიორგი თავდგირიძე, ალეკო შალამბერიძე, ნინო ბორჩხაძე, ლევან გვარჯელაძე. ესენი არიან ადამიანები, რომელიც გასული 9 წლის მანძილზე უკომპრომისოდ ებრძოდნენ ამ რეჟიმს. არ დაკლებიათ არც გირგულიანის აქცია, არც 7 ნოემბერი, არც საკნების აქცია, არც 26 მაისი, ისევე როგორც მე. აი ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ადამიანები რომლებიც იბრძოდნენ ამ ადამიანებს ვიცით მართვის სადავეები, იმიტომ რომ დღეს თბილისის თვითმმართველობას მე მოქმედი საკრებულოს დეპუტატი ვარ და ძალიან კარგად ვიცი. აქვს წესიერი და პატიოსანი ადამიანების დეფიციტი. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ 92 წელს ვინც მოიყვანა შევარდნაძემ სამხედრო გადატრიალების შემდგომ პოლიტიკური ელიტა ქვეყნის სათავეში. ისევ ის ელიტა მართავს ქვეყანას. შევარდნაძის დროს ერქვათ მოქალაქეთა კავშირი, მერე დაირქვეს ნაციონალური მოძრაობა, ეხლა ხალხი მოფერებით ამბობს, რომ პორტირებას აკეთებენ ქართულ ოცნებაში. მე ვფიქრობ, რომ სანამ აი ეს პოლიტიკური გუნდები ერთმანეთს შეცვლიან სხვადასხვა ბრენდებით ერთმანეთს, ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომელიც გასული 9 წლის მანძილზე კაბინეტებში კი არიდნენ, მინისტრების თუ პროკურორების თუ პოლიციელების თანამდებობებზე, არამედ რომლებიც იდგნენ ქართულ ხალხთან ერთად რუსთაველის გამზრზე, არც დუბინკა დაკლებიათ და არც ხუთავი აიღო. ამოიწურა თქვენი დრო, მიკროფონი გათიშვლება, მოდი ახლა გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე და ისევ იმ პრინციპით მივყვეთ. ბატონ დიმიტრი, დანგრეული ქუჩები, დანგრეული სახლები, ავარიული ბინები, უამრავი პრობლემაა ამ ქალაქში. დაპირებები მოგვისმენია უამრავი. ადამიანების ერთ ნაწილს და ძალიან დიდ ნაწილს უკვე იჭვეპარება იმაში, რომ რასაც სარეკლამო კლიპებში ხედავენ, უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ამ კლიპებს ასრულება არ უწერია უბრალოდ ამ დაპირებებს. რა არის? იმიტომ რომ ჩვენი კლიპები არ გადეს არც ერთ ადამიანს. რა არის ის რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ? რას ეუბნებით ამ მომრჩეველს? რა არის პრიორიტეტი და რა არის ნომერ პირველი პრობლემა თქვენი გადმოსახედით? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. 2 წუთი მაქვს ხო ალბათ ამ შემთხვევაში. ეხლა უკვე შეგვიძლია თავისუფალ რეჟიმში. კი ბატონო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემს გარდა აქ ჩემი 3 ოპონენტი არის, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას. ადგილობრივი ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს ბატონი კახა, აღმასრულებელს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გახდათ ბატონი ნიკა და ალბათ კარგი იქნება თუ აქვე გავხსენენ ეს ადამიანები კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდებოდა მართლზომიერად ხდებოდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა მაშინ როდესაც სახელმწიფოს ზრდა 2013 წელს მთავრობისა შეადგენს 128 მილიონს და გაცემული პრემიების შეძენილი ავტომანქანების გაცემული ხელფასების რაოდენობით ნებისმიერი მთავრობის ნებისმიერ დროს არსებული მთავრობის ყველა რეკორდი არის მოხსნილი მაშინ როცა სასჯელოსნების სამინისტროში ჩვენ ნახეთ რომ რამოდენიმე პირს თუ არ ვთქვი 17 თუ 18 პირზე გაიცა ერთი თვის ხელფასი 38, 39 და 27,000 ლარის ოდენობით. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2014 წლის 14 მარტამდე თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც სახელმწიფო ფონდი გაიზარდა 64%-ით, 29 მილიონიდან 45 მილიონამდე, საკრებულომ შეიძინა 22 ახალი მანქანა და ესეც არ იკმარეს. სხვათა შორის აპრილის თვეში, ანუ მარტის შემდგომ, რაც დამტკიცდა ეს ბიუჯეტი, კიდევ ერთხელ განიცადა ბიუჯეტმა ცვლილება და როდესაც თქვენ დანგრეულ გზებზე გამიკეთეთ აქცენტი, აი თქვენ მინდა გითხრათ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურაზე გზების მოვლისა და შენახვის ხარჯები 3 მილიონის ოდენობით იქნა გადანაწილებული საკრებულოსა და მერიის ხელფასებზე. და სხვა მუხლებითაც იქნა განმტკიცებული ეს სახელმწიფო ფონდი 2 მილიონით იქნა განმტკიცებული საკრებულოსა და მერიის სტრუქტურაში დასაქმებულ პირთა ხელფასები. აი ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩემთან შეხვედრებზე და 4 აპრილიდან ვატარებ შეხვედრებს, დღეში 5-6 შეხვედრას ვატარებ მოსახლეობასთან. ჩემთან მოდიან დაჩხვეტილ ლენიანი დედები და მეუბნევიან,
რომ თვეში ორჯერ უწევთ 450 გრამის სისხლის აღება იმისთვის რომ 30 ლარი შეიტანონ 60 ლარი შეიტანონ თვის განმავლობაში საკუთარ ოჯახში და გამოკვებონ შვილები. ჩემთან მოდიან ადამიანები და მეუბნებიან რომ ისინი შაქრიან წყალს ასმევენ ღამე ძილის წინ შვილს რომ ღამე მათ არ შეაწუხოს შიმშილის განცდამ. აი ესეთ ვითარებაშია ქვეყანა. 73% ამ მკვიდრი მოსახლეობისა არის უმუშევარი. დანგრეული სახლები, ავარიული ბინები. დაახლოებით 2/3 მთელ თბილისში არსებული ბინებისა და მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ ის, რასაც მე ჩემი თვალით ვხედავ, მაგალითად სამგორის რაიონში. როდესაც მესამე მასივის პირველი კვარტალი მთლიანად დანგრეულია. 99% სახლებისა არის იმდენად ავარიულ მდგომარეობაში, რომ მასში სიცოცხლე ცხოვრება უქმნის, აი მაგას ვამბობ ზუსტად მეც, უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ძალიან დიდ საფრთხეს. და როდესაც მე მეკითხებიან რა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა პრიორიტეტი არის ადამიანი და ოჯახი და ჩვენ ვიწყებთ მოწესრიგებით ამ ქვეყნის, ამ ქალაქის, თითოეული რაიონის, თითოეული უბნის. სწორედ იმ მიმართულებით, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტები გადაინაცვლებს ყველაზე უფრო სიცოცხლისთვის ყველაზე უფრო სახიფათო საკითხების მოსაწესრიგებლად. ანუ პრიორიტეტები შეცვლა საპირეს ბიუჯეტი. დიახ, აქ ითქვა ურბანული განვითარების გეგმის შესახებ, მე მინდა გითხრათ, რომ ქალაქს არ გააჩნია ურბანული განვითარების გეგმა. და ჩემთვის პრიორიტეტული იქნება შეიქმნას მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, რომელშიც იმუშავებენ არქიტექტორები, იმუშავებენ ურბანისტები და ხელოვნებაცოდნეები, რომლებიც მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ურბანული უჯრედის კონკრეტულ მიმართულებებზე და საქართველოს თბილისის როგორც საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქს ექნება თავისი კონსტიტუცია ამ მიმართულებით, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის. და ეს იქნება რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემს მოქმედებაში. ბატონ დავითს უნდა დავუსვათ ახლა დაახლოებით იგივე კითხვა. სიტუაცია არის მართლაც მძიმე, გარკვეული კატეგორიის გარდა სოციალური პრობლემა დედაქალაქში არის საკმაოდ ისეთი მძიმე შესახედი, ძალიან გაჭირვებული ბევრი ოჯახი, ბევრი ბავშვი და 1000 კიდევ სხვა პრობლემა. გარდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს რომ თავი დავანებოთ. თქვენ რის გაკეთებას აპირებთ მაშინ, როდესაც თქვენი გუნდი ხელისუფლებაშია? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აუცილებლად რამდენიმე მიმართულებით უნდა გავშალოთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა და ესეც გვაქვს გაკეთებული. პირველი ეს არის საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნა, სადაც გულისხმობთ არა მხოლოდ სადარბაზოების, სახურავების და ეზოების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ გულისხმობთ ძალიან ბევრი ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რომელიც უბრალოდ დედაქალაქის მოსახლეობას 21 საუკუნეში რო აწუხებდეს, არის სირცხვილი. ეს ძირითადად კომუნალური ხასიათის პრობლემებია, მათ შორის ეს ეხება კანალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ეს ეხება ძალიან ბევრ გადაუხურავ სახლს, რომელიც წლების განმავლობაში ესეთია და აწვიმს თითოეულ, ასე ვთქვათ, თანამოქალაქეს. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები არ განიხილება ჩვენი მხრიდან მხოლოდ როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების პროგრამები, რომლის მსგავსად ჯერჯერობით აქტიურად არ გამოყენებულა საქართველოში. ეს არის საჯარო კერძო პარტნიორობის ფორმა და მთლიანად ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და საბინაო ფონდის განახლებას ამ ინსტრუმენტით ვაპირებთ, სადაც მერია თავის წილ საქმეს გააკეთებს, მოვაწესრიგებს საჯარო ინფრასტრუქტურას, მიიყვანს კომუნიკაციებს, სხვა ნაწილს განვითარებისთვის გადასცემს ინვესტორს. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ თბილისის ბიუჯეტი არ გვეყოფა იმდენად მასშტაბურია პრობლემები, რომელიც დედაქალაქში ასო თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 750 მილიონი ლარია, მაგრამ იმდენად ბევრი მიმართულება, პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს თბილისის თვითმმართველობას, რომ ეს რესურსი არ ეყოფა, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვიზრუნებთ ბატონ დავით, რა თქმა უნდა გაწერილი გვაქვს ასევე არა მხოლოდ საბინაო ფონდის აღდგენასთან და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები და ვთქვით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ სამი წელი ბატონო დავით, 3 წელი. 3.5 წელი. 3 წელი და ძალიან შეეხება და წელი მე ძალიან კარგად ვიცი თვითმმართველობას მე ნუ მასწავლი თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთი ავტორი მე ვარ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავებ ამ საკითხებზე. 800 მილიონ ლარზე მეც დავხარჯავ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე. რას გავაკეთებთ ამ თვალსაზრისით? ეს არის სიღარიბის ღვარცხმყოფი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება. ესეთი კატეგორიის ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადისგან განთავისუფლება. მარჩინალდაკარგული ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციები, მრავალშვილიანი ოჯახების წევრებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კომპენსაციები.
იგივე კატეგორიის ოჯახებისთვის დამატებითი შვილის შეძენის შემთხვევაში ასევე 500 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია ცალკეული მედიკამენტების და იმ ცალკეული ოპერაციების თანადაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. სწორედ როცა ბიუჯეტს აქვს ამის რესურსი ბატონ ეს ყველაფერი გაანგარიშებული გვაქვს და გარდა იმისა, რომ თქვა წმინდა საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 750 ლარია, ჩვენ ვიზრუნებთ დამატებით ასევე დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოძიებაზე, რომლის ძალიან კარგი გამოცდილებაც მე მაქვს ჩემი წინა პოსტიდან, სადაც ბიუჯეტის დაახლოებით 2/3 სწორედ დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და პლუს კერძო ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ აბსოლუტურად ღია გავხადეთ ბაზარი და აბსოლუტურად ჩარევისგან თავისუფალია განსხვავებით ნახელისუფლების ქმედებებისგან დღეს კომერციული სექტორი, აქედან გამომდინარე ინვესტორების რიცხვი აუცილებლად გვიმატებს და ინვესტიციები კონკრეტულად ჩაიდება ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულად. 100 მილიონი ლარი ეს არის პროგრამები, რომელიც მოხმარდება სწორედ იმ სტიმულირებას, რასაც ქვია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის განვითარება, ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის და ინკუბატორის შექმნის საკითხები და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირება. კარგით, ამ თემებს ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით, ბატონ ნიკა. სოციალური პროგრამები, გზავრობაზე და შეღავათების დაწესება, ეს თითქმის ყველა პროგრამაშია, ყველა სოციალური ადამიანის დახმარება. სწორედ ამიტომ გულისხმობ, დიახ, უკაცრავად თქვენ რაზე გათვლით გაქვთ ეს დაპირება გაკეთებული, საიდან აპირებთ ბიუჯეტს? სავარაუდოდ სუბსიდირება დაჭირდება ძალიან ბევრმა ადამიანმა, მაგალითად პენსიონერებმა, სტუდენტებმა და კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანებმა, რომ უფასოდ იმგზავრონ. საიდან? გიპასუხეთ, მადლობა. პირველ რიგში ის დაპირებები ჩვენ რა გამოსხავეს, მე რა გამოსხავეს, მაგალითად მე გაცნობილი ვარ მეტნაკლებად თითოეული კანდიდატის დაპირებებს. ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ გვაქვს დაპირებები და გვაქვს ასევე შეთავაზებები ცენტრალური ხელისუფლებისადმი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მათ ვაიძულებთ, რომ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც კეთილდღეობას მეტს მოუტანს საზოგადოებას და ამას მოგვიანებით გიპასუხებთ. მაგრამ იმ დაპირებების ნაწილში, რომელსაც მე ვთავაზობ თბილისელებს, 95% არის პროექტების სახით. მართლაც დამუშავებული და დაგეგმილი, რომელიც არის მოლოდინის რეჟიმში და მის განხორციელებას და მათ განხორციელებას მხოლოდ სჭირდება პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. ტრანსფორმირდა ქალაქი, ხო, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა თბილისი 2002 წლამდე, 2003 წლამდე. მაგრამ ის იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა არის დარჩენილი. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ თბილისელებს გაიაფებული მგზავრობის პროგრამას. სადაც რის ფარგლებშიც ნებისმიერი პენსიონერი, ნებისმიერი სტუდენტი, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და პედაგოგი შეძლებს მუნიციპალურ ტრანსპორტით, ანუ მეტროთი და ავტობუსით გადაადგილებას უფასოდ. და ყველა სხვა დანარჩენი თბილისელისთვის ტარიფი მგზავრობის ნაცვლად 50 იქნება 20. მე ვიცი, ხა თქვენ შეიძლება მკითხოთ, ან ნებისმიერ ოპონენტმა მკითხოს, სად იყავით აქამდე, ხო? აქამდე ვიყავით იქ როდესაც 600,000 გაძვირდა, მაშინ როდესაც პარალელურ რეჟიმში 600,000 თბილისელი დღემდე სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის თვალსაზრისით. ანუ დღეს სტუდენტი, პენსიონერი, პედაგოგი, სოციალურად დაუცველი შეღავათიანი სისტემით სარგებლობს 20 სიხთის პენსიონერი, პედაგოგი, სტუდენტი და 10 სიხთის სოციალურად დაუცველი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. სამწუხაროდ ამას ნიშნის მოგებით არ ვიძახ. ამ ორ წელში დამძიმდა უფრო მეტი სოციალურად დაუცველი იყოს, უფრო მეტი ბენეფიციარი იყოს უმწეო უფასო სასადილოებში, რომელიც გვაქვს დღეს ქალაქში ჩვენ უამრავი, ხო? კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა ამ სერვისებზე. რა ძალიან სამწუხაროდ ელემენტარულად გონს აქვს დღემდე ბატონო. ელემენტარულად გადაადგილების პრობლემა აქვს დღეს მოქალაქის. A პუნქტი და B პუნქტამდე ვეღარ გადაადგილდება. და როდესაც თქვენ მეკითხებით, რომ დედაქალაქის მართვის სადავები გააქვთ თქვენ და ხშირად მოვისმენთ და ქალბატონმა ზოლოკიანმა თქვა ამას წინათ, რომ 15 ივნისს წარსულს უნდა ჩავარდეს ნაციონალური მოძრაობა. დიახ, ის ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად უნდა ჩავარდეს წარსულს, რომელიც დღეს ქართული ოცნების სახით არის მოვლენილი დედაქალაქში. საკრებულომ, რომელიც ტრანსპორტი თქვენი საკრებულოს უმრავლესობა გადავიდა ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში და ეს არის ძალიან სამწუხარო, ეს არის ჩემთვის გაუგებარი, ნამდვილად როგორ აღმოჩნდნენ თავის დროზე ისინი საკრებულოს წევრებად. და რეალურად ხელი შეშლის გარდა არაფერი არ გაუკეთებია ამ წევრებს საკრებულოში.
ქართული ოცნების უკვე ეგრეთ წოდებულ პორტირებულ წევრებს, რომელმაც შეაფერხეს 3 თვის ბიუჯეტის დამტკიცება, გამომდინარე აქედან ჩვენ ვერ განვახორციელებთ ძალიან ბევრი პროექტი. ნაციონალური მოძრაობის სიებით და მაჟორიტარები იყვნენ შესული მაჟორიტარული ოლქებში გამარჯვებული იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მოხდნენ და არჩევნების შემდეგ მარტივად შემოსილი და ეს არიან უმრავლესობაში და მათ სამწუხაროდ და არა მარტო მათ მოახერხეს ის რომ უამრავი პრობლემა შეუქმნეს დედაქალაქს უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძლებთ მთელი რიგი პროექტების განხორციელება და ძალიან ბევრს კიდევ განვახორციელებთ. ეს არის IAP გზავრობის პროგრამა, რომელიც აუცილებლად ამოქმედება, უბრალოდ გაფართოვდება, არსებულ ვაფართოვებთ. დღეს 12 საზოგადოებრივი ჯგუფისთვის მოქმედებს 35 მილიონით გამოიწვევს ბიუჯეტის ზრდას. ამ თვალსაზრისით, ამ მიმართულებით, გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც გამოიწვევს კომუნალური ხარჯების შემცირებას, მე ვგულისხმობ პროექტს, რომელიც უკვე პილოტურია, რომელიც უკვე განხორციელდა თემქის დასახლებაში, მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა, რამაც უკვე ძალიან ბევრი კონკრეტული ოჯახისათვის, იმ კორპუსში მაცხოვრებლებისათვის მოიტანა სიკეთე, მოიტანა ის, რომ 30%-ით შემცირდა კომუნალური ხარჯი ცხელთვალზე და გათბობაზე, ზამთარში შემცირდა და ზაფხულში პრაქტიკულად არის ნულოვანი. ეს არის ის პროექტები, რომელიც არის მზა და ძალიან ვთქვათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ აი ნაციონალური მოძრაობა დღეს არ ხართ თქვენ ხელისუფლებაში, დღეს ხალხის ხელისუფლებაში რეალურად არის კი ბატონო, ძველი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების სახით, რომელმაც პრობლემების გარდა არაფერი არ მოუტანა დედაქალაქს, გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვაფერხეს ძალიან ბევრი პროექტების განხორციელებაში, ჩვენ გარდა ამისა, იცით, რომ დღენიადაგ დღე-გამოშვებით დავდიოდით პროკურატურაში, ესეთ ფინანსურ პოლიციაში და ასე შემდეგ. უაზრო ბრალდებებიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელები გააკეთებენ უდიდეს სწორ არჩევანს. შეაფასებენ სწორად იმ შესაძლებლობებს, თბილისელების სწორად შესაძლებლობებს ამა თუ იმ კანდიდატის და მიხვდებიან თუ რისი, ასე ვთქვათ, საშუალება, კომპეტენცია და უნარი აქვს თითოეულ შედეგს. კი ბატონო, გასაგებია. ვიდრე კახა კუკავასთან გადავიდეთ, კი ბატონო, დავით, ხომ არ გინდა თუ პასუხოთ ნაციონალური მოძრაობიდან გადასულ. მე მეღიმებოდა იმ საკითხებზე და იმ ჩამონათვალზე, რაზეც ბატონი ნიკამელია საუბრობდა. თქვენ შეგეძლოთ ბიუჯეტი, მე არ მინდა ახლა, ასე ვთქვათ, ვინმეს ადვოკატად გამოვდგე, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ შეგეძლოთ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში 1/12-ის პრინციპით გეხარჯათ თანხები და ტენდერები გამოგეცხადებინათ დროულად და გზები და ინფრასტრუქტურა ესეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში რო არის, აქამდე არ უნდა მოგეყვანათ, მაგრამ თქვენი ხელისუფლება საბოტაჟს ეწევა. რომელი ხელისუფლება, თქვენი ხელისუფლება, ბატონო დავით. თქვენ ხარ ჯერათ რასაც საუბრობთ, ბატონო. მერის მოვალეობის შემსრულებელი ვინ არის, მისი მოადგილეები ვინ არიან, 10-ვე რაიონული გამგებელი ვინ არის რა, ჩვენ ვართ ოცნება ვართ. კი, მაგრამ საკრებულობ რა ფუნქცია შეასრულა, რა შემაკავებელი ფაქტორი იყო საკრებულ თბილისის განვითარებისათვის. რა 1/12-ზეა საუბარი, ბატონო, ეს მესეჯ ბოქსია. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი თქვენ კარგად უნდა იცოდეთ წესით, როგორც მოქმედმა ჩინოვნიკმა, რომ 1/12-ით შეგეძლოთ ტენდერების გამოგეცხადებინა, ბიუჯეტიც გეხარჯათ. და ასე შემდეგ და არ მოგეტანათ ეს საკითხები დღემდე. ტენდერები გამოცხადებული იყო, მაგრამ არ იყო იმ რაოდენობით გამოცხადებული, ვინაიდან 1/12 არ იყო ყოველთვიურად საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ის პრობლემები გადაგეხარჯათ. კარგი, ბატონო დავით, ეხლა მე ერთხელ თქვენ გითხარით, რომ ჩამორჩობილის ოჯახში თოგზე არ საუბრობენ და თქვენ მინისტრობის პერიოდში ელემენტარულად 200 მილიონი ვერ აითვისეთ, 200 მილიონი ვერ აითვისეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 200 მილიონის სამუშაოები შესრულდა, რაც 120 მილიონით მეტია ვიდრე წინაწელს ყოველწლიურად 700 მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში ამიმართულებით რეგიონებში. ამ თემაზე შეკითხვები ძალიან ბევრი გვაქვს. მეტი დავხარჯე. გადით რეგიონებში და რა გაკეთდა ბატონო დავით? ადრე მოწონდათ ხელისუფლება თუ არ მოწონდათ? 9 მილიარდი ყვაში საცემი იყო ის განვითარება, რაც თქვენი ხმა მაყურებელს არ ესმის, უკაცრავად ამ თემას დავუბრუნდებით. ბატონო კახა 200 მილიონი ვერ აითვისეთ ბატონო დავით. ეხლა ხო კარგად იცით 200 მილიონი ვერ აითვისეთ. ძალიან 200 მილიონი აითვისეთ. გულზე ხელი დაიდე და 200 მილიონი აითვისეთ. რამდენი აითვისეს თქვენი მმართველობის საბიუჯეტო პროცედურები და დონორების დაფინანსება არის ესეთი 200 მილიონი აითვისეთ. 200 მილიონზე საუბრობთ. ბატონო მაყურებელს გასაგები რომ იყოს 200 მილიონზე საუბრობთ. 200 მილიონი აითვისეთ. ბატონმა დავით გარმანიამ ინფრასტრუქტურის მინისტრის
რანგში ყოფნისას 200 მილიონი რეალურად ვერ აიწესეთ. როგორ არა? აიწესეთ კი ან არა? აზრი არა აქვს ესეთ დებატებს. აზრი არა აქვს ესეთ დებატებს. კარგი ბატონი კახა. ბატონი კახა. აცადეთ ბატონი კახა თუ შეიძლება. შეიძლება გამოვიტანოთ ბატონებო მიკროფონს გავთიშავთ უკაცრავად. ბატონი კახა თქვენთან გადმოვდივარ შეკითხვით. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ რომ თქვენმა კანდიდატებმა თქვენი საარჩევნო პროგრამა ფაქტიურად გადაიწერეს. რას გულისხმობთ? მერობის კანდიდატების პროგრამა არის აბსოლუტურად იდენტური და თვალშორის არა მარტო მერობის კანდიდატების, არამედ ზოგადად საქართველოს ხშირად ხდება ხოლმე. ამიტომაც თავარი არის არა ის თუ თავის ბუკლეტებში ვის რა უწერია. არამედ ის თუ რა გარანტიას იძლევიან ეს ადამიანები რომ შესრულდება. აი ხა უსმენთ ჩვენ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დებატებს, კოაბიტაციაში ყოფის სუბიექტების დებატებს, მინდა გითხრათ რომ ორივე მართალია. ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებში ორივე არის მართალი. როცა ბატონი ნარმანია, დავით ნარმანია როცა ეუბნება ნიკა მელიას რომ რატო დღეს არ არის პენსიონერებისთვის იაფი ტრანსპორტი, მართალია და როცა ბატონი ნიკა ერთი კარი, მე ხო არ გაწყვეტინებ. მე ხო მაინც დრო არ. ნიკა ხო არ გაწყვეტინებ. როგორ არ არის იაფი? ია, უფასოა. შეგლიქში არის რომ არის უფასო. არის უფასო იქნება უფასო უნდა იყოს და რატო არ არის ეს არის 20 თეთრი თონოკა 20 თეთრია და შეღავა ეს რატო არ არის უფასო დღეს დამძიმდა უფრო მეტად დამძიმდა სოციალური ფონი ვიდრე იყო დამძიმებული და გამომდინარე იქიდან რომ რეალურად შევაფასეთ მოდით ერთმანეთს არ ჩავეჯერეთ უბრალოდ ჩემთვის გაუგებარი არის როცა მოქმედი მთავრობა რაღაცაზე ამბობს აწყვეტს ამ მომავალ დროში რომ ეს იქნება და იგივე მინდა გითხრათ რომ როცა ბატონი ნიკა ბატონ დავით საყვედურობს საწვავის ფასებთან დაკავშირებით თქვენც მართალი ხართ. ეხლა ჩვენ საზოგადოებაში რა ხდება ოცნებასა და ნაციონალებს შორის, ამისი ძალიან კარგი დაზეპირებული აქვს. საერთოდ არ უთქვია არავის საწვავის ფასები. ბატონ ნიკა, თქვენ პროგრამაზე თქვენ არ გითხრათ საწვავის ფასებზე არაფერი? არ მithქვია. თქვენ გონც არ უთქვია არაფერი? ახლა ერთი ლარი რომ ამ სტუდიაში არ მithქვია. თქვენ ამ სტუდიაში მარტო ამ სტუდიაში ვალდებულებებით ხართ თქვენი დაფუძნებული. თქვენი პროგრამა როგორ გეპატრებათ? არ გამოვა ისე რომ თქვენ რაც 1 ოქტომბრამდე ვალდებულებები აიღეთ, ეხლა შეიძლება არ გსიამოვნებთ. მაგრამ თქვენ როცა ამბობთ კომუნალური გადასახადები, თქვენ როცა ამბობთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მოხდება. ეს ხო გვესმის რომ ლექცია, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ ცენტრალურ მთავრობას. ერთი წამით მე ნათია მინდა თქვა რომ არ მინდა თქვენი დებატები დაემსგავსოს რაიკომის ბიუროს ხდომას, რომ აქ წავიკითხოთ მოხსენებები, რომ ლობიოს მოსავალი და კომბოსტოს მოსავალი 120%-ით შესრულდება. აგერ ყავს აქ ჩვენ ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც გვეუბნება, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ეს ხო ძალიან ბატონ დავით ხა. მოახდენს ბიუჯეტი, ადგილობრივი. მაშინ როცა ცენტრალურ ბიუჯეტს გაქვს ბევრად უფრო დიდი საშუალება ამისი. ადგილობრივი ბიუჯეტი ძალიან კარგად გესმით, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 16 მუხლისკენ მიგიწევთ. ანუ დავით, ხო გისმენთ? მოდით მე თქვენ მადლობა გადაგიხადეთ იმისთვის, რომ ერთმანეთს პატივს ვეცით და სტუდიაში ვერთ, მე თქვენ გისმენდით. ნუ ატყუებთ ამორჩეველს კანონის ნორმას თქვენ კარგად მოიცოდეთ. ძალიან კარგ ტრადიციულ ქართულ ოჯახში ხართ აღდგილი და ჩემგანს დილობის შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ. მე თქვენ არ გონიათ შეიძლება არ დავით ახლა, მაგრამ ნუ გატყუებთ და ურცხვი და ასე შემდეგ მე არ ვაპირებ რომ რომელიმე ოპონენტის მიმართ გამოვიყენო. დავასრულოთ ეს დებატები ისე რომ ერთმანეთის მიმართ კორექტულობა შევინარჩუნოთ. თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც თავისი ყველა დაპირება გადახაზა 1 ოქტომბრის შემდგომ. დაწყებული სამართლიანობის აღდგენიდან, დამთავრებული საწვავიდან 1 ლარის გამოკლებით, გაგრძელებული ბიუჯეტთან დაგრძელებული 200 საწარმოთი და ასე შემდგომ. ამიტომ მე იმაზე კი არ გედავით, მე გეთანხმებით მეთქი მაგაში. რა თქმა უნდა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება უნდა მოახდინოს ბიუჯეტმა, მაგრამ მე მაინტერესებს, როცა მოატყუეთ ხალხის საწვავთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ, არაპირადად თქვენ. რა გარანტია არის, რომ 15 ივნისის შემდგომაც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მოიხადა ბოდიში და თქვა, რომ აი ძალიან კარგი მე-4 წელი რო იქნება, იმას დაელოდეთ, ისე არ ეთქვის დავით ნარმანიას. ჩვენ ხო გვესმის ბატონო დავით, რომ თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებებს. თქვენ როცა გითხრეს, რომ თბილისის პანორამა უნდა აშენდეს, თქვით, რომ ეს პროექტი კარგია. ეხლა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ეს თბილისის პანორამა აღარ შენდება და მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორია, მაინც უნდა აშენდეს თუ აღარ უნდა აშენდეს. ამიტომაც ჩვენი უპირატესობა იმაში კი არ არის, რომ ჩემ პროგრამაში რა წერია ის ბულეტები უფრო აკადემიური არის და უფრო კვალიფიციური არის. მე მოვკვდები და მაგ პუნქტებს საფლავში ჩავყვები. და თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ გუნდს და არ გეწყვეტთ ბატონ ნიკოლოზ, მაგრამ თქვენც იგივე პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენთ რეალურად, რომლებიც შეზღუდული ხართ თქვენს ზემოთ მყოფი ადამიანების პოლიტიკური გემოვნებით, პოლიტიკური ვალდებულებებით და ასე შემდგომ. ამიტომ სანამ კომუნალურ გადასახადებს დაუკლებდეთ, მანამდე ეგება საწვავიდან ის 1 ლარი ჩამოაკლოთ თბილისელებს. ბატონ კახა, ერთი შეკითხვა, მცირე სესხების გაცემის ძალიან დიდი მადლობა რომ საუბრობთ. ეს დაპირება არ არის ფაქტობრივად, მინდა გითხრათ, რომ ეს არის მოქმედი პროექტი, ეს არის 2014 წლის მოქმედ ბიუჯეტში
დევს იმედად. მე თუ ვარ თბილისის საკრებულოში ხელფას ვიღებ და რაღაცა ამ 4 წლის მანძილზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხელფასი თბილა არ ამიღია, ეს არის ორი პროექტი, რომელიც უკვე ჩემი ინიციატივით ჩაიდო 2014 წლის ბიუჯეტში. ეს არის მცირე სესხებისთვის 10 მილიონი ლარი და ეს არის სოციალური სახლისთვის 3 მილიონი ლარი. ეხლა 4 წელია მე საკრებულოს წევრი ვარ და 3 წელი ძაღლად არავინ არ გვაგდებდა ჩვენი, იმიტომ რომ ყავდათ ნაციონალურ მოძრაობას აბსოლუტური უმრავლესობა და ჩემი ორი ხმა, ჩემი ერთი ხმა და კიდე ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დეპუტატის ხმა არავის არ ჭირდებოდა ამ 3 წლის მანძილზე. ეხლა მოხდა ისე რომ 22 დეპუტატი ოცნებას ყავდა ამ წელს, 22 დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენი ხმები გახდა საჭირო. და ეს პროექტი, რომელზეც თქვენ მეკითხებით და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, უკვე დევს, უკვე დაწყებული არის ამისი ხარჯვა. ცოტა არის 10 მილიონი ლარი ძალიან ამ ქალაქისათვის, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის რომ შეიქმნას სწორი ხარჯვის პრეცედენტი, რომ ადამიანებმა იპოთეკური გარანტიის და საკრედიტო ისტორიის გარეშე მცირე მეწარმეებმა მიიღონ სესხები. ეს რითი განსხვავდება ბატონ დავით, ნამდვილად არ მინდა რომ ახლა პერსონალურ კონფლიქტში გადავიდეს, მაგრამ თქვენმა მთავრობამ მეოთხე ფონდი შექმნა უკვე. ჯერ თანაინვესტირების, მერე შეღავათიანი აგროკრედიტების, მერე აწარმოების საქართველოში ახლა განვითარების ბანკი იქნება. ვერც ერთმა გაჭირვებულმა ადამიანმა შეგიძლიათ მისცათ ერთი გაჭირვებული ადამიანი, ვინც იყო უმუშევარი და დასახლდა. სოციეტე ჟენერალის დამფუძნებელმა ბანკერმა, მილიონერმა მიიღო მაგ თქვენი შეღავათიანი ფონდიდან კრედიტი. ჩვენი ამოცანა არის რომ ამ 10 მილიონი ლარიდან ჩვენი ამოცანა არის რომ მიიღოს სესხი მაგალითისთვის მომყავს. აი მაგალითად 50 წლის ჯამთელი ადამიანი, რომელიც სახში ზის, უმუშევარია, არც ერთი ბანკი კრედიტს არ მიცემს, ჩვენ ვთავაზობთ რომ მაგალითად იყიდოს კერხერის აპარატი 2000 ლარად, ეს არის 6%-იანი 5 წლიანი კრედიტი და ის შეძლებს რომ დაასაქმოს კიდე ერთი ადამიანი, შეიძლება მაქსიმუმ კიდე 2. ეს დევს უკვე თბილისის ბიუჯეტში და თბილისელებს შეუძლიათ მობრძანდნენ ან საკრებულოში ან მერიის ეკონომიკურ სამსახურში შეავსონ ეს ბლანკები და მე პირადად ვუკეთებ იმას ლობირებას, რომ ეს მრეცხავი ავტო იქნება თუ მცხობელი, რა ვიცი კიდე ლიზა, მათ მიიღეს მიკროკრედიტები. რამდენიმე წუთში ახალი ამების სტუდიიდან TV3 ჟურნალისტები დასვამენ შეკითხვებს, თუმცა მანამდე ბატონ დიმიტრისთან მათ შეკითხვა. ბატონ დიმიტრი, თქვენ ნიკამელიას დაპირებებთან დაკავშირებით როგორც აბსურდული ისე შეაფასეთ და აღნიშნეთ ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში, რომ მატყუარა რეჟიმებთან საზოგადოების ურთიერთობა უნდა დასრულდეს. რას ნიშნავს, რას გულისხმობდით? კარგია, რომ თქვენ შეეხეთ საკითხს, რომელზეც მე მინდოდა დასაწყისშივე მესაუბრა, მაგრამ გამომდინარე თქვენი გადაცემის ფორმატიდან, ალბათ თქვენ გეცით პირადად პატივი. თუმცა მართლაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს და ვკითხოთ ბატონ ნიკამელიას, აცნობიერებს თუ არა ის, თუ რომელი ორგანიზაციიდან იყრის კენჭს. ორგანიზაცია, რომელიც მხილებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, არა ერთში და არა 10-ში. ძალიან ბევრ დანაშაულში. ორგანიზაცია, რომლის მოღვაწეობის ბრჭყალებში განმავლობაში ჩვენ მივიღეთ სოციალურად დისკრიმინირებული ადამიანები, სოციალური ნიშნით, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინირებული ადამიანები და მათი სტატუსი აღიარა ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. ორგანიზაცია, რომელიც ხრეტდა ქუჩაში, აუპატიურებდა ადამიანებს, ართმევდა მათ ქონებას და დღემდე ეს საკითხები არის მოუგვარებელი. მე უბრალოდ მართლა გულწრფელად მაინტერესებს. ვკითხვა ამ ადამიანს, რომელსაც სხვათა შორის აქვს გაკეთებული სიკეთე და რის გამოც მე მას ერთხელ მადლობაც გადაუხადე, ვისაც იგი იყო საავსრულო ბიუროს ხელმძღვანელი და მართლაც ერთი გაჭირვებული ოჯახისთვის მას გაკეთებული აქვს პირადად ჩემი თანდასწრებით სიკეთე. რა თქმა უნდა, მე მას არ უკარგავ ამას პიროვნულად და ადამიანურად. თუმცა იმასაც ძალიან კარგად ხვდები მისი და მისი ოჯახის წევრის ბატონი ანაზორმელიას საუბრიდან, რომ ერთგვარად სტიგმატიზირებულია ოჯახი, როდესაც ბატონი ნიკა წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ითქვა ისიც, რომ თქვენ 7 ნოემბერს საპროტესტო აქციაშიც კი იღებდით მონაწილეობას, თუმცა გაუგებარია, თუ კი თქვენ ასეთი საპროტესტო მუხტი გქონდათ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს წარმოადგენს, სრულიად გაუგებარია, როგორ პატიობთ მას, იმას რაც მე ჩამოთვალე. თუ თქვენ თვლით, რომ ეს არ არის სწორი. ასევე მინდა ბატონ დავით ნარმანიასაც მივმართო. უბრალოდ მართლა გულწრფელად მაინტერესებს ბატონო დავით. თქვენი რეკომენდატორი თბილისის მერობის კანდიდატის პოსტზე, რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეაფასებდით თქვენ შესაძლებლობებს? ჩვენ ერთხელ მივიღეთ მინდობილი საკუთრება პრეზიდენტის სახით და მან ვერ გაუმართლა იმედები მის რეკომენდატორს. დღეს თქვენ ხართ ასე ვთქვათ, მინდობილობით წარმოდგენილი კანდიდატურა, ვინაიდან თქვენ როგორც აცხადებთ, იყავით წარმატებული მინისტრი, თუმცა აქვე მინდა გკითხოთ თბილისის საქართველოს ბიუჯეტის პირველი კვარტლის თქვენი სამინისტროს მხრიდან შესრულების საკითხი როგორ არის მოწესრიგებული? ამ შემთხვევაში ვეთანხმები ბატონ ნიკას, იმიტომ რომ მე მაქვს წარმოდგენილი აქ დოკუმენტი, რომლის თანახმად თქვენ შესრულება გაქვთ მხოლოდ 40%.
40%, მაშინ როცა სახელფასო და საპრემიო მუხლის გათვალისწინებით 96%-ით გაქვთ დაფინანსებული ადამიანთა პრემიები. ანუ ეს ძალიან მარტივად რო ვთქვათ. 10 სამუშაო უნდა გაგეკეთებინათ, გააკეთეთ 4 სამუშაო, ხოლო ხელფასები გაიცა 100%-ით. ეს არის დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტი. აქვე მინდა ბატონ კახას ვკითხო. თქვენ კახა ახსენეთ და შენობით მირჩევნია მოგმართო, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც პარტნიორობდით მე და შენ. მაშინ, როდესაც დღეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე გვაყენებს ის საარჩევნო სიები, რომელსაც არ დაადგა საშველი ამ ქვეყანაში. და საარჩევნო სიების დაზუსტების საკითხებზე მუშაობდა შენი პარტნიორი მამუკა კაციტაძე. და კაციტაძეს ჰქონდა ის კომისია, რომელიც ხარვეზების გამოსწორების საკითხებს ემსახურებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი დაფინანსებაც მიიღო 5 მილიონი ლარის ოდენობით ამ ორგანიზაციამ. დღესაც აი ამ სიებით ხელმძღვანელობთ. დღესაც უამრავ ოჯახში არიან მიწერილი ადამიანები. დღესაც ეჭქვეშ დგება, რომ 3,5 მილიონი ამორჩეველი ამ ქვეყანაში არ არის, იმიტომ რომ ყოველწლიურად 80,000-მდე ადამიანი გაედინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემოუსვლელად. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირებულ სიას კიდევ დაემატა გარკვეული რაოდენობა ამორჩევლისა. და ისედაც გაბერილ სიებს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, დაემატა მკვდარი სულები. იცით თქვენ, რომ აგერ აჭარაში კუდის ყოფილი უფროსის პირადი არქივიდან თუ პირადი საცავიდან ამოღებული იქნა 11,000 ყალბი პირადობის მოწმობა. უბრალოდ მინდა გკითხოთ, აცნობიერებ თუ არა, რომ მამუკა კაციტაძის მიერ დადგენილი საარჩევნო სიები და იქ არსებული მონაცემი არ შეესაბამება რეალობას, რომ ეს იწვევს გარკვეულ დისკომფორტს საზოგადოებაში. არის თუ არა პასუხისმგებლობის წილი ამ შემთხვევაში თქვენს კოალიციაზეც, ვინაიდან ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ სწორედ აი ამ დაზუსტებული, ეგრეთ წოდებული დაზუსტებული სიებით ამ არჩევნებში. აი სამი შეკითხვა. ბატონო, უპასუხე და ძალიან ჩვენი თხოვნა იქნება საარჩევნო პროგრამებს ნუ გავწდებით. ჩემი სურვილი ზუსტად ეს იქნება. ჩემი სურვილი ზუსტად ეს იქნება, ვინაიდან ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ იქიდან გამომდინარე, რომ აუხსნათ და ჩვენი პროგრამა დეტალურად და კაფეში ჩამოუყალიბოთ მაყურებლებს. მაგრამ ვინაიდან ბატონმა დიმიტრიმ ეს შეკითხვა დაასვა, რა თქმა უნდა ვუპასუხო, დიახ, იყო ძალიან ბევრი მიმართულებით, სადაც მე როგორც მოქალაქე ვაპროტესტებდი წინა წლებში, ვაპროტესტებდი, დღესაც ვაპროტესტებ და ხვალაც გავაპროტესტებ მიუხედავად თანამდებობისა, მიუხედავად ჩემი სტატუსისა. მაგრამ იცით, შეუძლებელი არის დაუკარგო, დაუშვათ გუნდს თქვენ დამეწმუნებით ამაში დამეთანხმებით, რომ ბევრი წარმატებების კვალდაკვალ იყო, ბევრი შეცდომა დაშვებული. მაგრამ როდესაც პროპორციას იღებ და აჯამებ რა იყო უფრო მეტი, კარგი თუ ცუდი, დაწუნებული ვარ თქვენს მინიმუმ თქვენთვის იტყვით და გადაწყვეტავთ, რომ უფრო მეტი კარგი იყო. მაგრამ იცით, მე როგორც მოქალაქე ახლა წიასვლას ვაკეთებ და წარსულში დამაბრუნეთ, არ შემიძლია ჩემი როგორც მაშინდელი მოქალაქის, ერთი რიგითი მოქალაქის გულის ტკივილი არ გამოვხატო ეხა პირდაპირთაში თქვენდანვე. ვინაიდან იყო სერიოზული მუხტი მოქალაქეებში, სამოქალაქო პროტესტი და სწორედ თქვენ მზადდებოდით ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ეს სამოქალაქო პროტესტი ჩაახშო, თქვენი პარლამენტში შესვლით, თქვენ უღალატეთ სამწუხაროდ თქვენს თანამებრძოლებს, თქვენ უღალატეთ თქვენი გუნდის წევრებს და მაშინ როდესაც თქვენი გუნდის წევრები არ შევიდნენ პარლამენტში, თქვენ შეხვედით, ამით დათური სამსახური გაუწიეთ იმდროინდელ ნაციონალურ მოძრაობას და უღალატეთ ჩემისადმი დიდი ბოდიშის მოხდით თქვენ თანაგუნდელებს. ამიტომ მორალური კატეგორიებით საუბარს იქნებ თითოეულ ჩვენთაგან თავი შევიკავოთ და ვისაუბროთ ხვალინდელ უკეთეს თბილისზე. გასაგებია, რომ იყო პრობლემები, მაგრამ 2003 წლამდე თქვენ კითხვები არ გიჩნდებათ თენგის კიტოვანის მიმართ? თქვენ კითხვები არ გიჩნდებათ 2003 წლამდე განხორციელებული და განვითარებული პროცესებისადმი საქართველოში? მე მიჩნდება კითხვები 2003-დან 2012 წლის ჩათვლით კითხვები, ასევე მიჩნდება კითხვები 2003 წლამდე განვითარებული პროცესებისადმი, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის ხვალინდელი დღე. ამ დავაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხვალინდელი დღე, როგორი იქნება ხვალინდელი უკეთესი თბილისი და ჩვენ უკაცრავად ვის ეხება ის ძირითადი კითხვები, თუნდაც 2003-დან 2012 წლამდე. რა შეკითხვები? რა თქმა უნდა, იცით, მე ერთგვარი ეხლა გავიმეორებ, რომ მე ვერანაირად ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ წინა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. ელემენტარულად იქიდან მე ამაში ამ ყველაფერში ვხედავ პოზიტივსაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, დაახლოებით 30-40% ნაციონალურ მოძრაობიდან
ნაციონალური მოძრაობის აქტივი არაბება გულისხმობს საშუალო რგოლს პარტიულს გადავიდა ქართულ ოცნებაში და დღეს იქ არიან ეს ხალხი და ისევ ხელისუფლებას წარმოადგენენ. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ როდესაც უნდა ვისაუბროთ წარსულზე, ხალხს ხედავთ, რომ რეალურად გაჭირვებას უფრო მეტად გაუჭირდა, უფრო მეტი სოციალურ დაუცველი ყავს და სწორედ ის პროგრამა, რომელსაც მე ვთავაზობ თბილისელებს, არის აბსოლუტურად რეალური. საიდან მოდიან ეს გაჭირვებული ადამიანები? ესენი ხომ არ გაჩენილან გუშინ და გუშინ. მილიარდი თუ გაიგება მილიარდამდე ბიუჯეტი, აი იქიდან მოდის ეს გაჭირვება. 2 წლის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იქიდან მოდის ეს გაჭირვება, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ აითვისებს იმ ბიუჯეტს და გაირღვევა 200 მილიონი და შესაბამისად, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ხორციელდება, იქ ადამიანებს ვერ საქმდებიან, ხომ? დღევანდელ ჩვენმა ხელისუფლებამ ახლა ვიღაცას მოწონს, არ მოწონს, ეს ხელისუფლება ჩვენი ხელისუფლებაც არის, რომელიც 2011 წლამდე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ რომელი ერთი გააჩერეს, შეაჩერეს, დააკონსერვეს, თუნდაც შემოვლითი კინთიძის პროექტი რატომ ჯერ გააჩერეს, თქვენს ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი პროექტი, შემდეგ დააკონსერვეს 19 თვითონ კარგი პროექტია, მაგრამ შეაჩერეს. აი პროექტი უკაცრავად აი ბოლოს ერთ წელიწადს ვიტყვი, აი ამ პროექტში იყო დასაქმებული 6000 ადამიანი სხვადასხვა დროს და ეს პროექტი დღეს დააკონსერვეს. ხომ მართალია? ის ხიდი სამანქანო, რომელიც აკავშირებს დიდუბესა და დიღომს, რატომ შეაჩერეთ? კი ბატონო, კარგი თუ პასუხებ. მე უბრალოდ გადაცემის ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, თორედ ზოგიერთ პოლიტიკურ ოპონენტთან მიმართებაში ეკონომიკური ანბანის შესახებ პატარა ლექციას ჩავატარებდი და ნამდვილად არ გვაწყენდა, როგორც მერი ისე მხოლოდ თქვენ არ გეხებათ, ბატონო ნიკოლოზ, მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. მე მართლა როგორც მერი ისე საუბრობ, მაშინ გითხარით, რომ თქვენ უკვე ხართ მერი და ჩვენ ავდგებით სამივე და გავალთ ერთად ჩვენს გამარჯვებას. ასევე გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ძალიან მოკლედ უპასუხებ. ბატონო ბიძინა ივანიშვილი იყო კოალიციის ხელმძღვანელი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოალიციის ხელმძღვანელმა დამასახელა სწორად მე დედაქალაქის მერობის კანდიდატად. რაც შეეხება ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს, მე ეკონომისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ბიუჯეტის შედგენაც, მისი კვარტალური განაწილება და კიდევ ერთხელ რატო გაიგო, რატო ვერ შესრულდა 200 მილიონი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმას, რომ 140 მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები შევასრულეთ 2013 წელს, ვიდრე ეს იყო 2012 წელს და ძალიან ბევრი ახალი პროექტი თქვენმა ხელისუფლებამ 340 მილიონი ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯა, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეც 21 საუკუნის სირცხვილეა სასველი წყალი რო არა, დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს კანალიზაცია არა აქვს და ასე შემდეგ. რაღაცა უაზრო პროექტები რიყეზე, მთავრობის სახლების მშენებლობა და ასე შემდეგ. საუბარი მიღომით დამაკავშირებელ ხიდზე, რომელიც შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებაზე, სადაც ბატონი მელი ამბობს, რომ უნდა დასაქმებულიყო 6000 ადამიანი. ეს პროექტი გრძელდება, სხვაჩვერის ძალიან სერიოზული ტექნიკურ-ეკონომიკური ხარვეზები აღმოჩნდა რკინიგზის პროექტის შესწავლის შედეგად, რაც რკინიგზის მიერ დაქერავებულმა ავსტრიულმა კომპანიამ გამოავლინა. რაც შეეხება თბილისის ხიდს, ამ პროექტის მიუღებელი და გარკვეული პერიოდის შემდეგ როგორც თქვენ დააკვირდით, რომ ეს იყო აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი, თქვენ დააკონსერვეთ 19 მილიონი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიწა გაქვთ ჩამორთვეული მაგ პროექტის განხორციელების დროს და ძალიან ბევრი კანონდარღვევა და ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან გაუმართავი პროექტია. ამიტომ ახლა გადაცემის ფორმატი შესწავლა გაკეთდა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზები უნდა დაუბრუნო პასუხი. ნიკა, ბატონო ნიკა, თქვენთვის თუ არის ესე იგი არგუმენტი ის, რომ მე პარლამენტში შევედი, პასუხი, ეს არის პასუხი. არა, თქვენ ხართ დღეს დასახელებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩამდენი დანაშაულის ჩამდენი ორგანიზაციის მიერ. ამ ადამიანებმა, ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც თქვენი ლიდერები არიან ამ შემთხვევაში და რომელსაც თქვენ აღიარებთ ლიდერებად, ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაულება. ეს ხომ ფაქტია. თქვენ იცით რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში როგორ იცით რა, მორალურ ძალიან თქო. ეს არ არის მორალური კატეგორია. ეს არ არის მორალური კატეგორია. მე ნინო ბურჯანაძეს წარმოვადი. ნინო ბურჯანაძის პარტიას არ წარმოადგენთ, რომელმაც მაშინ რაც ასეულობით ჯარისკაცი დაგვეყუპა 2008 წლის ომში, ხომ? და ამის შემდეგ ეწვია რუსეთს
ბატონ პუტინს კარზე, მე შეიძლება მიმიღო ეს თქვენი ასე თქვათ ბატონიკო, მე სხვა რამე ძალიან სხვა გასულში როგორ გადავიდე. მე პარლამენტში შევედი, ეს ცალკე თემა არის, ბჭილო. ცალკე თემა არის. მე თქვენ გეკითხები საარჩევნო პროგრამაზე 200 პოლიტიკური პატიმარი არის აღიარებული გერმანელი პარლამენტის ბატონო დიმიტრი ვისაუბროთ. ყველა იმ კინო ასე თქვათ პროცესზე რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში არა მარტო 2003 წლიდან 2012 მაგრამ ეხლა მოდით ვისაუბროთ იმ პროგრამაზე რომელსაც ჩვენ აი აქ არიან წარმოდგენილი ძირითადი ორი ძალა მაინც წარსულში მიბრძანდებით ბატონ კახა უბრალოდ მაინტერესებს ანტიდისკრიმინაციის კანონთან დაკავშირებით აი ხა მე პასუხს გავცემ და მე დავასრულებ უკაცრავ ბარემ დავასრულებ ამ შეკითხვას დავასრულებ უბრალოდ მაინტერესებს აი 115-ით 0-ის წინააღმდეგ იქნა კენჭნაყარი ეს კანონი რომელშიც მონაწილეობა მიიღო თქვენმა გუნდმაც და თქვენმა გუნდმაც ბატონ დავით და ორივემ უყარა კენჭი და ორივემ ხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციას კი მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პოზიცია აი თქვენ რომ გახდეთ ქალაქის მერები ხო ან ერთი ან მეორე ორივე რო წარმოიდგინოთ თავი მაინტერესებს როგორ იქნება თქვენი პოზიცია 17 მაისს გამართულ აქციებთან დაკავშირებით რა მხარეს დაიჭერთ რომელ მხარეს დაუდგებით მე მესმის დაიჭერთ თუ არა საზოგადოებრივ აი მართლა მაინტერესებს არა ეს კიდევ მერის პრეროგატივაა და კონსტიტუცია დარჩა გადაცემის დასრულებამდე როგორც შეჩერებულ პროექტებზე მაგ ერთი შეკითხვა კიდევ შეჩერებულ პროექტებზე კახა მოპასუხოს და მე არ ვერევი არავის არ ვაწყვეტინებ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეხლა მთლად გადავწევთ მაშინ მომიწოდეთ ცოტა მოკლედ გაიგეთ პასუხი არა მომიგვეთ ამაზე მოკლედ რა ვთქვა ნიკა მოდი დიდი პოზიციის მოკლედ მე ხო ყველას გასწრებ ეს არის დებატები ყველა მოსულაკა რაღაცა მესიჯები თუ გინდა თქვა ამ მე ვაცალე სახეზე რომ არის ბატონ კახა ფიჯების გარეშე დასვა შეკითხვა დიმიტრი მე მართალი რო გითხრა ცოტა გამიკვირდა ეს შეკითხვა დიმიტრი იმიტომ რომ მე როცა მოვდიოდი აქ ვიცოდი რომ ვაკრიტიკებით კაცითაძეს იყო დრო დიმიტრი მე არ შეგაწყვეტი შეკითხვა დაინტერესებდა ჩემი პასუხი გაქცევ პასუხს მე როცა მოვდიოდი ამ ეთერში მე ვიცოდი რომ ჩემი ოპონენტები აქ იყვნენ დავით ნარმანია და ნიკა მელია მართალი რო გითხრა მე არ ჩამithვლია რომ აქ მოვდიოდი შენთან ოპონირებისთვის ამიტომ ცოტა გამიკვირდა ამ კონტექსტში ამ შეკითხვის დასვა რაც შეეხება მამუკა კაცთაძეს და აურჩეველთა სიებს მე მაშინვე მქონდა ჩემი პოზიცია აურჩეველთა სიებთან დაკავშირებით გამოთქმული და არც ახლა ეს პოზიცია არ გადამისინჯავს მაგრამ მორალურ კატეგორიებში მე ვფიქრობ რომ შენგან თუნდაც მამუკა კაცთაძის მოხსენება რომ მაქვს თუ არა დისკომფორტი ცოტა უხერხულია იმიტომ რომ როცა შენ პადოშასთან და დავითაიასთან ერთად შეხვედი პარლამენტში მამუკა მანანა და ფიქრიას მაკრატელი ნიკა დამთავრებინე მაკრატელი ეჭირათ ხელში და პარლამენტის მიჭირდნენ მანდატებს გირგვლიანი შეგიძლია უეჩი ისაუბრო დიმიტრი და ამას ორივე ეხებით ესე იგი 2008 დიმიტრი ძალიან ცუდია ერთმა გახსენი მე არ ბატონო საარჩევნო კამპანია მოდი თქვა კარგია რომ გავხსენი და ვისაუბროთ ბოლომდე ამაზე რა მე მოვიტანე საარჩევნო კამპანია ასე და მეგონა რომ შენც ესე მიიყვანდი ბოლომდე რომ ჩემსა და შენ შორის არ იქნებოდა ეს პერსონალური არა მე მაინტერესებს უბრალოდ თუ გაინტერესებს გაქცევ პასუხს რომ შენს ადგილას პასუხ უხერხულად ვიგრძნობდი იმიტომ რომ როცა შენ შეხვედი პადოშასთან და დავითაიასთან ერთად პარლამენტში ამ ფაქტს ეჭირა მაკრატელი ეს კითხვაზე პასუხია ცენ პასუხს საარჩევნო სიებს როცა შენ საუბრობ კოალიციის პასუხისგებლობაზე შენ დამისვიმე შეკითხვა კოალიციის პასუხისგებლობა მაწუხებს თუ არა შენ წარმოადგენ დიმიტრი ნინო ბურჯანაძის გუნდს და თქვენ კლიპში ხო არ მომისმა მეთქი სილკნეძე სამჯერ გავიმეორე ეს ფრაზა ნინო ბურჯანაძე ამბობს თქვენ კლიპში ჩვენ არასდროს შევეგუებით უსამართლობას სანდრო გირგვლიანი როცა მოკლეს და როცა მე გამოვიტანე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხი 2 საათი ვეხოცე ხალბატონ ნინოს რომ სტუმართა დარბაზში შემოსულიყო ერთი განცხადება არ გააკეთა 7 ნოემბერს როცა მე და შენ ერთად ვიდექით რუსთაველის განძს და 9 ნოემბერს გამოვიდა ნინო ბურჯანაძე და განაცხადა რომ ჩვენ ვიყავით უკვე რუსეთის ჯაშუშები 5 იანვრის არჩევნებზე როცა მუყინული პოდრომზე ვიდექით თელი თბილისი თქვა რომ ეს არის ყველაზე დემოკრატიული არჩევნები და დღეს ეს ადამიანი სამართლიანობის მაიგენა სადაც შენ და ნინო იდექით ერთად არა 26 მაისს მე მივედი სპაშო შენ 26 მაისს მე მივედი იდექით ერთად ყველა პარტიამ გამოაცხადა 26 მაისს რადგან ეთებას ეკები ან წარსულს მაინც მე არ შევხედავ ძალიან საინტერესო თემაა ძალიან სიღრმეებში შედიხართ საპრეზიდენტო არჩევნები რომელზეც ჩემ ხარი დაუჭირე დიმიტრი ძალიან სიღრმეებში შედიხართ კახა მე არ შევხედავ მე სპაშოს ნათია დავასრულებ ამ თემას ერთი რაღაც როცა დიმიტრი დაასახელა მე და დიმიტრის მართლა შენობილი გვაქვს ურთიერთობა და ოჯახები და ასე შემდეგ როცა დიმიტრი დაასახელა კანდიდატად საქმეზე ლაპარაკობ ნინო ბურჯანაძემ დამირეკა დიმიტრის ინიციატივა იყო თვითონ გამოუშვა ზარი და მითხრა ძალიან ნორმალური ადამიანური საუბარი მქონდა რომ ასე მოხდა დიმიტრი თქვა რომ მე ბურჯანაძემ დამოსახელა კანდიდატად და მე ვთხარი მოდი ჩავათავოთ ეს კამპანია ისე რომ ამ კამპანიის შემდეგაც ჩვენ არ გქონდეს არაფერი საუფერხულო და ისე დადგა რა რიცხვი არის დღეს რომელი რიცხვი არის 29 მაისი არის თუ ამ დებატებამდე ისე მოვიდა რომ არც დიმიტრის არ უთქვამს რაღაც ასეთ კონტექსტში ოპონირების რეჟიმში ჩემთან არც მე
არ არის ჩემთვის ადამიანად სასწავლო დიმიტრი შენთან ახალიანების სტუდია ოპონენტები შეიძლება არ არის სასიამოვნო, მაგრამ არის კონკრეტული კითხვები, ბრო. გაგეთილოსთან ერთად და ფიქრეში ფრაზესთან ერთად და მაგასთან მე მაკავშირებ დიმიტრი გირგვლიანის აქცია 7 ნოემბერი 9 აპრილიდან. შენ დღეს წარმოადგენს ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას ეხლა და რა ვიცი ვის უფრო მეტია კოალიციური ბატონო ახალი ამბების სტუდიას ათი ძირვებში შესვლა საჭირო არ არის მომავალ ახალი ამბების სტუდიას ვრთავ პირდაპირ ეთერში ბექა ბაციკაძე ისაუბრებს ბექა საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამოშვიდობის იმე და კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ სტუმრებს ამ დებატებიდან დისკუსიიდან გამომდინარე ჩანს რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლა უბრალოდ რომ ძაფდება და წინასაარჩევნო კამპანია ასე თქვა ხურდება და საზოგადოებაში ჩდება ძალიან ბევრი კითხვა არის ძალიან ბევრი თემა პრობლემა რომელზეც თქვენ საუბრობთ და ჩვენ შევეცდებით აქვს თქო ჟურნალისტები რომ ეს კითხვები დავსვათ საზოგადოების კითხვები დავსვათ და მივიტანოთ იმ კანდიდატებამდე რომელიც დღეს არიან ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილები პირველ კითხვას ნატა ქაჯაია დასვამს გამარჯობა, მე კითხვა მექნება ნიკა მელიასთან. ბატონო ნიკა, თქვენ საუბრობდით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ამბობდით, რომ ის იქნება უფასო. რიზე იქნება ის გათვლილი? კატეგორიები თუ შეიძლება რომ ჩამოთვალოთ და როგორ აპირებთ რომ ეს გააკეთოთ? თანხები თუ გაქვთ გათვლილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თბილისის საკრებულომ დაუმტკიცა გასულ წლებთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტი დედაქალაქის მერიას. ამასთან იმიტომ გეკითხებით რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები ამბობდნენ რომ უფასო ბაღები, უფასო სკოლები საქართველოს ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნიდა და დააბრუნებდა შევარდნაძის დროში. რას გვიპასუხებთ ამასთან დაკავშირებით? დიდი მადლობა შეკითხვისათვის. დიახ, ჩვენ არამხოლოდ ვპირდებით, ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ ყველანი ერთად რომ ამას აუცილებლად დავამოქმედებთ, თუმცა ეხლა კი არ ვნერგავთ. ჩვენ რეალურად ვაფართოებთ იმ შეღავათიან სატრანსპორტო ასე ვთქვათ ტარიფების პროგრამას, რომელიც დღემდე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი და შეგახსენებთ, რომ 600,000 თბილისელი დღეს შეღავათიანი სატრანსპორტო პროგრამით სარგებლობს. ანუ დღეს ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ყველა მოწაფისათვის არის აბსოლუტურად უფასო მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობა 160,000-მდე ბავშვისათვის. დღეს ყველა სტუდენტი, ყველა პედაგოგი, ყველა სოციალურ დაუცველი, ყველა ასე ვთქვათ შეზღუდული მქონე ადამიანი სარგებლობს შეღავათიანი სისტემით, მაგრამ გამომდინარე იქიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ და ხალხს ვუსვამ ნიშნის მოგებით არ ვამბობ ბატონო დავით ამას, მაგრამ რეალობა არის ასეთი. ეს რეალობა დადგა 2 წლის თავზე, რომ გაჭირვებულს კიდევ უფრო გავუჭირდა. თქვენ ხომ მხოლოდ კარგი გააჩერეთ, შეაჩერეთ და დააკონსერვეთ და ცუდი და ეს მანკიერი რაც იყო, რაც ეხლა ვსაუბრობთ, კიდევ უფრო განავითარეთ. ამიტომ რეალურად ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ შევთავაზოთ თბილისელებს ეს იაფი მგზავრობის პროგრამა, მოუხსნათ ის 20 თეთრის გადახდის ვალდებულებაც იმ სტუდენტს, იმ პენსიონერს, იმ პედაგოგს, რომელსაც დღეს აქვს მართალია შეღავათიანი, მაგრამ რეალურად პრობლემა, მაგრამ ხომ არ განვასხვავებთ რაგან გასხოვებთ რა? რა განვასხვავებთ ის რომ ჩვენ არ თავაზობთ ახლა ჩვენ რეალურად ამ ნაწილში რასაც ეხლა ვსაუბრობ ვაფართოვებთ. ანუ თუ კი დღეს გვაქვს შეღავათიანი სისტემა პედაგოგისათვის და ის იხდის 20 თეთრს, სტუდენტისათვის რომელიც ის იხდის 20 თეთრს, ნაცვლად 50 თეთრს. ვამბობთ რომ იქნება უფასო და ყველა სხვა დანარჩენი ყველა სხვანაირი ყველა სხვა უკან მოაბრუნოთ. რა შუაშია გივით რა ჯაშუაშია გივით არ გამარჯვება რა შუაშია კარგი ძალიან თხოვთ ძალიან მოგება ნიშნავს თუ არა იმას რომ ეს ხალხი მოbrunდება ჩემი მოგება ნიშნავს ჩემი მოგება ნიშნავს ჩემი მოგება პირველ რიგში ნიშნავს იცით რა მე ხა ბატონო გახა თქვენ გისმენთ და მე და ვერ წარმოვიდგენიათ თქვენ ეხა დედაქალაქის მერობა გსურთ და არა გენერალური პროკურორობა ხო გენერალური პროკურორობა მაშინ ახლა ჩვენთან ერთად ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ეს დაუმთავრებელი ურთიერთგიშობა, ეს დაუმთავრებელი ურთიერთდაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ დაუმთავრდეს. თვითონ ჩვენთანაც გვაქვს პროგრამა და შეიძლება მეტყარება და რეალური ან არარეალური. ეხლა მე თუ გკითხავთ, რაღაცები რადგანაც არარეალური აქვს ჩემს ოპონენტებს, ხო მილიონი ხის მსგავსი არ იყოს, ბატონო დავით. მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ფუნქცია ნაციონალების მმართველობის დროს 20 თეთრით გაძვირდა ტრანსპორტი, გაძვირდა, მაშინ როდესაც გაძვირდა, ამოქმედდა 600,000 თბილისელის შეღავათიანი სისტემა. მაგრამ ყველაზე დანარჩენებს რო გაუძვირდა, დანარჩენებმა დააშავეს რა. მაშინ იყო ბიუჯეტი დაგეგმილი, იცით რომ ძალიან ბევრი მძიმე ინფრასტრუქტურული პროექტები მსხვილი ხორციელდებოდა
თბილისში ესტაკადები, გვირაბები, ხიდები და სხვადასხვა მიმართულებას ელემენტარულად ბიუჯეტი არ ეყოფოდა. მაგრამ დღეს ამ საშუალება არის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთეთ. მაგრამ დედაქალაქის მერის ბატონო კახა, ბატონო დავით, ბატონო დიმიტრი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია რა არის? კი ბატონო, სოციალური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში, ამ მრავალტანჯულ ქალაქში, სადაც რომელმაც ძალიან ბევრი რამ გადაიტანა წლების განმავლობაში, ხო? ერთიანობის შეგრძნება ხომ უნდა გაჩნდეს. ვინ თუ არა დედაქალაქის მერმა ამ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს. მაგრამ ჩვენ, როდესაც ესეთი რიტორიკა გვექნება, ბატონო კახა, ხო? ერთიანობა თბილისელებთან, ბატონო დიმიტრი, თბილისელებთან, იმიტომ რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრი ცხოვრობს, ხო თქვენ იცით? სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, მე მყავს სამეგრელოში, სამეზობლოში, თქვენც ყავთ ალბათ, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერი გამოდიოდეს რიტორიკით, თითქოს ვიღაცა იყოს თქვენთვის ახლობელი, ან ვიღაცა იყოს ნაკლებად ახლობელი. თქვენი მერობა პრეტენზია და პრეტენდენტობა თქვენი მერობაზე, როგორი კეთილშობილიც არ უნდა იყოს, როგორი მისაღებიც არ უნდა იყოს თქვენ თბილისელებთან. ავტომატურად გულისხმობს რეაბილიტაციას დანაშაულებრივი ჯგუფისა, პოლიტიკური გუნდისა, რომელიც თქვენ წარმოგადგენთ. ეს არის ძალიან ელემენტარული. თქვენ თუ არ გინდათ ამ კითხვაზე გაცემა პასუხი, მე გაგცემ პასუხი პარლამენტში შევედი, მე ვიცავდი ადამიანის უფლებებს და ვცდილობდი რომ ჩემი შესაძლებლობები ვარდე გავიქცევი. ბექაბაციკაძე ხავთ ისევ ბექაგის მე გავწიეთ არა წინა ხელისუფლებას არ უნდა თქვენ გავითარეთ და უვალად თქვენს კანდიდატებმა უვალად აღარ არის მაგის განხილვა რომ ნიუსრუმს უბრუნდები და ბექაბაციკაძე გორჩება ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად ბექაგის შედ რა თქმა უნდა არის კიდევ შეკითხვები მაგრამ მე მინდა ერთ რამე გითხრათ რომ ჟურნალისტები დასვამენ მეკითხავს და თუ შეიძლება რომ შემდეგ უპასუხონ კანდიდატები უკვე ამ შეკითხვებს ქეთი ხიდი შეიძლება დასვავს კიდევ ერთ კითხვას მოგესალმებით, მე კითხვა მაქვს მართველი გუნდის მერობის კანდიდატთან. ბატონო დავით, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს პოლემიკა პროექტ პანორამა თბილისთან დაკავშირებით. ხელოვნებად მცოდნეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი საფრთხეს უქმნის თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას. თუმცა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და მან თქვა, რომ სულ ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და შესაბამისი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. ბატონო დავით, როგორია თქვენი პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით? ფიქრობთ თუ არა, რომ მთაწმინდის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ეს პროექტი? საინტერესოა, რას ფიქრობენ მერობის სხვა კანდიდატებიც. მადლობა ქეთის სოფო მაკაცარია საქვს კითხვა. დიმიტრი ლორდ-ქიფანიძესთან მაქვს კითხვა. ბატონო დიმიტრი, საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ცნობილი არის თქვენი დამოკიდებულება LGBT საზოგადოებასთან დაკავშირებით. თუმცა მარკეტოლოგები ჩვენთან საუბარში ხშირად ამბობენ, რომ ეს არის პოპულისტური განცხადებები თქვენის მხრიდან და გათვლილია მართლმადიდებლურ მრევლზე. თქვენ რომ გითხრათ, თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს თქვენი ელექტორატის რაოდენობაზე? მადლობა სოფო მირიან გორგოძე დასვამს კითხვებს და უკვე შემდეგ შეგიძლიათ რომ უპასუხოთ. მოგესალმებით ბატონებო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მე დავსვამ შეკითხვას და კარგი იქნება თუ გვიპასუხებს ბატონი ნიკა და ასევე საინტერესო იქნება ბატონი კახას პასუხიც. მე გავეცანი თქვენს პროგრამულ პრიორიტეტებს, სხვათა შორის ძალიან კარგი პროექტია ნიმდის პარტიებიჯი, სადაც შეიძლება სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების პროგრამული გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიიღოს დაინტერესებულმა მხარეებმა. და კითხვაზე რა ღონისძიებებს გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად ბატონო ნიკოლოს თქვენ პასუხობთ შემდეგს. ჩვენი განვითარების ხედვა და ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებას, უმუშევრობის შემცირებას და ქვეყნის წინსვლით მიღწეული პროგრესი ყოველი მოქალაქისა და ოჯახის კეთილდღეობაზე ასახვას. მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხი ცოტა ზოგადია და დაკონკრეტებას საჭიროებს და თუ შეიძლება ბატონ ნიკოლოს რომ გვითხრათ უფრო კონკრეტულად გამარჯვების შემთხვევაში მართლაც როგორ აპირებთ ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას, როგორც ცნობილია, უამრავი თბილისელი დღეს შესაბამისი საცხოვრებელი პირობების გარეშე არსებობს და საინტერესოა ბატონო კახა თქვენი პოზიციაც, როგორც ცნობილია, თქვენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დამატებით საცხოვრებელი კორპუსების აშენების წინააღმდეგი ხართ. დიდი მადლობა. მადლობა მირიანს, ჩვენ ველით კონკრეტულ და პირდაპირ პასუხებს თქვენ მერობის კანდიდატებს. დიდი მადლობა ახალი ამბების სტუდიას გისმენთ ბატონებო. ბატონო დავით პირველი კითხვა ბატონ დავითთან ერთად იყო. ბატონ დავითის მაგივრად ხوار. ბატონ დავითი უპასუხებს თავის მაგივრად ბატონო ნიკა შეიძლება შეგვიძლია კარგად ვარ ჩამოყალიბებული ამ პროექტთან დაკავშირებით და მე თვითონ გავცემ პასუხს თუ შეიძლება ისევე როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზეც დღეს მესაუბრა. ნებისმიერი საღამოაზროვნე ქალაქის მერი
ინატრებდა მის ქალაქში $9 მილიარდ ღირებული ინვესტიციის განხორციელებას. იმიტომ რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სოციალური თვალსაზრისითაც. როცა ამ ხელამოცულობის ინვესტიცია ხორციელდება ის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ როგორც მშენებლობის, ასევე ამ პროექტის ექსპლუატაციის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება და დასაქმებული ადამიანების ოჯახებში შევა დამატებითი შემოსავლით. მე უბრალოდ მაკვირვებს ერთი რამ, ჯერ მზა პროექტი არ დადებულა და ატყდა პროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი. თბილისის მერიამ განაშენიანების გენერალური გეგმა GRG მისცა ინვესტორს და ძალიან დეტალური ჩამონათვალია იმ, ასე ვთქვათ, საკითხებისა და იმ პირობებისა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი. დაველოდოთ, როგორი პროექტი იქნება წარმოდგენილი და ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს. განსხვავებული არ იყო პროექტი, როდესაც თქვენ ერთ-ერთ სასწავლოში გამოხდა პრეზენტაციაზე მოიწონეთ ეს პროექტი, ძალიან სუსტად იგივე ვთქვი, რასაც ახლა ვამბობ და შეგიძლიათ ამოიღოთ სინქრონი. რომ მას მერე რაც წარმოდგენილი იქნება საბოლოო პროექტი. ამის შემდეგ უნდა დაჯდნენ გარემოს დაცვის სპეციალისტები, არქიტექტორები, ურბანისტები, ეკოლოგები და ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ეს პროექტი უნდა განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ჰარმონიზირებული იქნება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილთან და ამით ძალიან ბევრი გამოცდილება არსებობს. გერმანიაში მაგალითად ფრანკფურტის მაგალითი ძალიან კუთერწუთი და კონტროლმებიდრობის ძეგლის დემონტაჟი იწვევს ერეკლეს მოედანზე და ასევე სოლოვის ქედის მოიჭრას იწვევს, რომელიც სხვათაშორის თქვენობე დაიწყეთ აბსოლუტურად ნებართვის გარეშე. აქედან გავბრძანდეთ და მივიდეთ სოლოვის ხეების და მთების გაჩეხვაზე თქვენ უსაუბრობთ და ერთ ფილმზე თქვენ უსაუბრობთ თქვენი ხელისუფლების დროში ხე აღარ დარჩა ქალაქში და ხე და პარკი ძალიან ხოთ დამასრულებინეთ ხე და პარკი აღარ დარჩა თქვენი მმართველობის პირობებში განადგურდა ქალაქში ყველაფერი და ჩვენ განაშენიანების გენერალურ გეგმით შემოვავლეთ თითოეულ ზოლს ტყეს გენერალურ გეგმაზე საუბრობთ დამატებით ხეს და ძალიან გთხოვთ სოფლიოში არის ძალიან ბევრი კარგი პრაქტიკის მაგალითები გერმანიაში ფრანკფურტის მაგალითი ჩეხეთში პრაღის მაგალითი და ასე შემდეგ როცა ქალაქის ძველი ნაწილის და ახალი ნაწილის ასე ვთქვათ თანხვედრა ხდება ერთმანეთთან და ძალიან საინტერესო პროექტები გამოდის. აქ ახლის მოგონება ნამდვილად არ ხდება. დაველოდოთ როგორი პროექტი იქნება. 600 მილიონის ინვესტირება ქალაქში მოხდეს. ნამდვილად თუ კი ვინმე ამას აპირებს სიამოვნებით ჯებისო ჩატაგანი ამას მიემხრობა და დაიჭრა, მაგრამ არა იმ პროექტს. ჩვენ ვერ უკარნახებთ ინვესტორს რაში ჩადო. ჩვენ შეიძლება ბატონი ბიზინა ივანიშვილს ვერ უკარნახოთ. მაგრამ ძალიან ხოთ სახელების და გვარების გარეშე. ბიზინა ივანიშვილი აპორცებს ამ პროექტს. თქვენ უსაუბრობთ რეკრეაციაზე და გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმიტომ რომ ზუსტად თქვენი მარტო რაც ეხება სხვა საკითხებს გეგმის დასახვა და მხოლოდ ამზადებს ინვესტორი პროექტი ამ პროექტის განხორციელება თქვენ არ გაჩერებთ ლანდშაფტური და სარეკრეაციო ზონის ასე თქვა ზონაში მშენებლობის განხორციელება ძალიან ხოთ ბატონანი გააცადეთ რეჟისორს ვთქვაო რომ მაშინ დანარჩენი თქმები გაუწიოთ ძალიან საინტერესო პროექტია და დაველოდოთ როგორი არტამისულებია და ესე ითხოვს თვითმმართველობიდან გარკვეულ ფუნქციას, გარკვეულ მოქმედებას, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის გამსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას. ეს არ არის შემუშავებული თვითმმართველობის დონეზე. ამ შემთხვევაში მე აბსოლუტურად კატეგორიული მოთხოვნა მექნება როგორც მერს, რომ ძველი ისტორიული თბილისის ქარგის ფარგლებში არ მოხდეს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ვინაიდან. თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ დაუნთაუნი, შევქმნათ სიტის პირობები, ანუ ბიზნეს ცენტრი განვავითაროთ ქალაქში, ამისთვის არის შესანიშნავი პირობები იგივე ნაძალდევის რაიონში, მას შემდეგ რაც იქიდან რკინიგზა გადავა, თავისუფლად შეიძლება სწორედ იმ მიმართულებით განხორციელდეს. ანუ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ვთავაზობთ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განსახორციელებლად. იქ, რასაც ნარიყალას მიმდებარე ტერიტორია ქვია, იქ სადაც შახტახტი ქვია და იცით თქვენ რომ ადრეშუა საუკუნეების ობსერვატორიის ნაშთი ახლა აღმოჩენილი, იქ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება არის ბარბაროსობა. დიდი მადლობა. ჩვენი განაშენიანების გენერალურ გეგმაში და მის ძირითად პრინციპებში, რაც პროგრამაში გვაქვს მოცემული, აუცილებლად ასახული არის და მოცემულია. ერთი პუნქტი სწორედ
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის ძველი ნაწილის რეაბილიტაციას ეხება. 1-2 პუნქტი დაკავშირებული არის რეკრეაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1-3 არის როგორი უნდა იყოს ზონირება, სართულიანობა, კოეფიციენტი. როგორ უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა, რომ არც ერთ კორპუსზე, არც ერთ მშენებლობაზე არ გავცეთ ნებართვა, თუ არ იქნება გათვალისწინებული პარკირების ადგილი, გამწვანების შესაბამისი კოეფიციენტები, ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასე შემდეგ. თქვენი მმართველობის პირობებში სხვა შორის ესეთი წესების და პირობების სრულად დარღვევის გარეშე ხდებოდა მშენებლობები და ქაუტორმა მშენებლობებმა აბსოლუტურად თბილის დაუკარგა მაღალი განაშენიანების მომხრე არ ვიყავი და არ ვარ. ესე იქნება ჩვენი მმართველობის რამეს თქვენ საუბრობთ ერთ-ერთი გენერალური გეგმის არსებობაზე და მეორე არჩევნები დასრულდება და შემდგომ იქნება განხილვები და შემდგომ იქნება გადაწყვეტილი ნუ სრევთ მოვლენებს ძალიან გადაწყვეტილების მიღებას დაველოდეთ იმ ძირითადი პირობების გათვალისწინებით რაც ძველი ნაწილის და ახალი ნაწილის თბილისს ეს უჭირს რომ ეს პროექტი განხორციელდეს საბაგირო ეს არ არის ბიუჯეტის ფული ეს არ არის ბიუჯეტის ფული ეს არის კერძო ინვესტორის ფული ძალიან ბიუჯეტის ფული ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სხვა ალტერნატიული პროექტები შეიძლება რომელიც განხორციელდეს იქნება სწორედ ჩარჩო პოლიტიკის დოკუმენტი განვითარებასთან დაკავშირებით დაგანახებთ როგორი წესი გვექნება ქალაქში და ვისაუბროთ არა ნახევრად სიმართლე არამედ აბსოლუტურად მართლები ვიყოთ ეხლა თქვენ საუბრობთ ისეთ პროექტზე ბატონო დავით რომლის უკვე განხორციელება პრაქტიკულად დაიწყეთ სლოვაკიის ქედი მოჭრილია თქვენ ეს იცით სლოვაკიის ქედი მოჭრილია თქვენ აბსოლუტურად ნუ მანიპულირება ძალიან ხშირად ბევრი სლოვაკიის ქედი მოჭრილი და როდესაც თქვენ საუბრობთ გენერალური გეგმის არსებობაზე არარსებობაზე რაშიც გეთანხმებით რომ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ ნებისმიერი მერი ამიტომ იგი უნდა იყოს ჩარჩოებში მოქცეული რომ მსგავსი პროექტები ვერ განახორციელოთ ერთი კითხეთ არქიტექტორებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი რომელიც არის კონსტრუქციულად გრადი გუდიაშვილის მოედანს გაგახსენეთ და კიდე ძალიან ბევრი სხვა ან მომწონდა გუდიაშვილთან დაკავშირებით იქ ძალიან ცვლად შეიძლება ამაზე საუბარი მაგრამ რატო წარმოდგენილი მაგ გუდიაშვილის გავითარებასთან დაკავშირებით და მემორანდუმსაც საარჩევნო კამპანიაში თქვენ უპასუხეთ რა კითხვაც დაგისმენთ გრიბოიდოვის ქუჩის და თქვენ თათმედის გამგებელი ბრძანდებოდით ხო აი გრიბოიდოვის ქუჩის ბოლოში რუსთაველის კვეთასთან ახლოს აი ხიმინჯების პირდაპირ გეტყვით განთავსება რამდენ ჩემთვის ცნობილია ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის იქაურ მაცხოვრებლებს აბსოლუტურად გეთანხმებით როგორ შეიძლება ეხა თქვა ის რაც რეალურად არის ძალიან ბევრს აწუხებს ეს თქვენ ამას იმას დადებითი მხარე აქვს მაგრამ მე თუ მეკითხები მე რომ დედაქალაქის მერი ყოფილიყავი თავ შევიკავებდი ამ პროექტის განხორციელებისაგან ნამდვილად თუმცა ეს იმას არ ნიშნავს თუმცა ეს უკვე დაგეგმილი იყო და უკვე ჩასებული იყო პროექტი აუცილებლად ნამდვილად იყო იქ თქვენ იცით რომ ჩვენ ახლა ვიცაც თბილისში გვიცხოვრია წრე ბატონ დიმიტრის და ბატონ კახას ეს ემახსოვრება და ბატონ დავითაც სწავლოთ ემახსოვრება ასე ვთქვათ ის მოწყობილი საბაგირო ასე ვთქვათ საიდანაც ჩვენ ზემელიდან ავდიოდით რეალურად თაცმინდაზე მაგრამ ეს გაუმჯობესებული საბაგირო ხელის მოწყობა გამორიცხული იქნებოდა ამ პროექტის ფარგლებში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თაცმინდის რაიონის მოსახლეობას გრიბოიდოვის ქუჩას და მდებარე ქუჩას საუბრობთ აღმაშენებლი ძეგლის ადგილას კვერცხს რატო დგამთ ბატონო ვინ დგას თქვენი ხელისუფლება რომელმაც დაიწყო ეს პროექტი თქვენი ხელისუფლება თქვენ კვერცხებს ისვრით ბატონო და მე მგონი თბილისში სადაც დგამთ კვერცხს სადაც აღმაშენებლი ძეგლი იდგა კვერცხს არ დავდით ბატონო და რაღაცა კვერცხს საუბრობთ კვერცხზე რატო საუბრობთ? სად დავდით? საუბრობთ კვერცხზე ბატონი არ ვიცი ამბობს ბატონი დავით არბანია რა კვერცხზე ტრადიციული საბაგირო როცა იყო და ადგილი როცა იყო იქიდან დაგეწყოთ ეს საბაგირო პროექტი ახლა რო საუბრობ. ანუ თქვენ არ მოგწონთ ეს პროექტი? არ მოგწონთ ეს პროექტი? აი ნახეთ საცდები ბატონო დავით სად არის თქვენი არაგულწრფელობა? თქვენ არ მოგწონთ ის პროექტი რომელიც ხორციელდება რაც ბატონმა დიმიტრიმ ახსენა გრიბოიდოვის მოედანზე და მოწონს ნუ მანიპულირება აღმაშენებლი ეხრობა პანორამა ფორმის აღმაშენებლი ძეგლ და კვერცხის ფორმის საბაგირო სტატუსს ვადარებ ერთმანეთს. გრიბოიდოვის
მიმდინარე პროექტი თუკი არ მოგწონთ, არ უნდა მოგწონდეთ, მით უმეტეს პანორამა თბილისი. თქვენ თავსო ეწინააღმდეგებით, ბატონო დო. დასმულ კითხვას უპასუხეთ, თორე ეს დებატი არადროს არ დასრულდება. პანორამა თბილისი არ მოწონს პანორამა თბილისი ადამიანს. პანორამა თბილისი მოწონს ეკონომიკური არ მოწონს ვიზუალური ნაწილი ჯერ და ამასაც იგივე დატვირთვა ექნება. ამასაც იგივე დატვირთვა ექნება. რაც გიბოედებზე მიმდინარეობს. აქ სხვა საკითხი და სხვა ჭრიში დასვა. ბატონო დიმიტრი, რამდენად რეალურად იმატიზება გაკეთებული და მეორე ფინაზე აღმაშენებელი ძეგლი, რომელიც გავცემ შეკითხვაზე პასუხს. მინდა იცოდეთ და იცოდეს საზოგადოებამ, რომ გარდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე და კონკრეტულ სოციალურ პაკეტებზე აპელირებისა ძალიან მნიშვნელოვანია მერი აკეთებდეს აქცენტს მოქალაქეთა სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების დაცვაზეც. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ როდესაც LGBT საზოგადოების მიერ წარმოებულ აქციებზეა საუბარი, ზოგადად ეს არის კავშირში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონთან. ამ კანონის მოქმედებით მერია, ამ შემთხვევაში თვითმმართველობები, უფლებამოსილნი არიან და ვალდებულნი არიან განახორციელონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უზრუნველყონ მუნიციპალური ძალებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ 26 მაისს 2011 წელს ის ტრაგედია არ მოხდებოდა, მერი რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. მერის მაღალჩინოსნები, მისი მოადგილები რომ ჩასულიყვნენ 26 მაისის დრამატული ასე ვთქვათ, სცენარის განვითარების ადგილას და არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, როდესაც 26 მაისს შეკრებილი ადამიანები აღმოჩნდნენ ალყაში, ფორმალურად ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მოიტანა 15 წუთით ადრე დარბევის დაწყებამდე ცნობა იმის შესახებ, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ მოედანი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვეღარ დატოვებდა მოედანს. მე ამით ის თქმა მინდა, იცით, ჩემი მერობის შემთხვევაში გამორიცხულია მსგავსი სისხლისღვრა განხორციელდეს იმგვარად, რომ მე არ ვიყო მოვლენების ეპიცენტრში. ეს გამორიცხულია. იქ რომ მერი მისულიყო, ის ჩამდგარიყო შუაში, მსგავსი მოქმედებები აღარ განხორციელდებოდა, ან თუ განხორციელდებოდა, ვიქტიმიზაცია მოხდებოდა ამ შემთხვევაში თავად მერის მაღალჩინოსნების. და ის იქნებოდა ჩემი აზრით გმირი. ვინაიდან არ დაუშვებდა საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას. მსგავსი მოვლენები შეიძლება წარმოვიდგინოთ 17 მაისის მსგავს აქციებზეც, სადაც ვფიქრობ, რომ მერი აუცილებლად უნდა იცავდეს საზოგადოებრივ ზნეობას. უნდა იმყოფებოდეს საზოგადოებრივი ზნეობის სადარაჯოზე, ის რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, მათ შორის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით, როდესაც საზოგადოებრივ ზნეობაზეა საუბარი, მერი აუცილებლად უნდა იყოს იქ და არ უნდა დაუშვას რაიმე ტიპის გეი აღლუმის, რაიმე ტიპის ფლეშმობის, რაიმე ტიპის პერფორმანსის იმგვარი განხორციელება, რაც აღიქმება საზოგადოების თვალში, როგორც გეი პროპაგანდა და უზნეობის ინსტალაციის მცდელობა. ასე რომ, თუ მე მეკითხებით, ჩემი მერობის შემთხვევაში, მე არ დაუშვებ თბილისში გეი აღლუმების ჩატარებას. ეს არის ცალსახად, კარგი იქნება თუ ჩვენი მერობის კანდიდატები ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე დააფიქსირებენ პოზიციას, იმიტომ რომ რატომღაც მარკეტოლოგების კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ჟურნალისტი სვავს ამ კითხვას ჩემს წინაშე არის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თქო, მე არ ვაკნინებ თემას პირიქით და მე ვფიქრობ, რომ სხვა ნებისმიერმა მერობის კანდიდატმა და უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ გარდა აქ წარმოდგენილი კანდიდატებისა არიან კიდევ სხვა კანდიდატები, რომელთა უფლება მონაწილეობა მიიღონ სრულფასოვან საარჩევნო კამპანიაში, ასევე დასაცავია. მაგალითად, ბატონი გია გაჩიჩილაძე, რომელიც არის მწვანეთა პარტიის ლიდერი, არა, ერთი წუთით, არც ერთ ток-შოუში არ არის მიწვეული, რომელიც წინასწარ არის დაანონსებული აი ამ დებატების ფორმატში. და ძალიან საინტერესოა, რატომ, როდესაც ეს არის მწვანეთა პარტიის ლიდერი, როდესაც ეს არის საქართველოს საპარლამენტო წარმომადგენელი, როდესაც მის მიმართ იგივე NDI-ის კვლევების მიხედვით არის გამოხატული ძალიან მაღალი სიმპათია, ხო საინტერესოა რა. ანუ რა პრინციპით არჩევთ თქვენ დებატებში მონაწილე? ხო, საინტერესოა, უბრალოდ მე მინდოდა ამ მიმართულებითაც გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ობიექტურობის მიმართ. ყველამ შეძლოს. ნამდვილად არ არიან ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტთ. რა შეიძლება ჩემი პასუხი ალბათ მისაღებია. და ყველანი საინტერესო. გასაგებია ეს იქნება ჩემი კონკრეტულ შეკითხვას უპასუხოთ. შეიძლება? პირველ რიგში მეც მიხედავთ იმისა, რომ ჩემთან არ იყო შეკითხვა, ძალიან მარტივად არ მიჭირს ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე და ქაშვეთის ტაძრის და საერთოდ სადაც არ უნდა იყოს,
LGBT მსვლელობა ეს არის მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან კონკრეტული პოზიცია ყოველგვარი ვრცელი წიაღისეულების გარეშე. თბილისის პანორამასთან დაკავშირებითაც აგრეთვე მინდა ვთქვა ბატონო დავით, რომ ქალაქის მერს ალბათ უნდა შეეძლოს რაღაც საკითხზე თქვა ან კი ან არა. მე პირადად ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი, რომ მეტეხის პლატოდან სოლოლაკის მეც იმედი მაქვს, რომ ზუსტად ასეთი მერი ეყოლება თბილისს. ამიტომაც ხო, ნუ იქნებით ასე დარწმუნებული. ერთი წამი თუ რამე იცით წინას და მოგილოცავთ. ბოლო 9 წლის მანძილზე თქვენზე უფრო თვითდაჯერებული ჩინოვნიკებიც მინახია ხელისფლებიდან, რომელმაც სხვანაირად დაასრულეს. და მე მიმაჩნია, რომ სოლოლაკიდან მეტეხის პლატოზე თბილისს არ ჭირდება არც დახრილი ლიფტები და არც ის რა ქვია, საბაგირო გზები. ეს ადგილი, რომელიც არის თბილისის სავიზიტო ბარათი, უნდა შემოუნახოთ მომავალ თაობებს ისე, როგორც მოახდია ჩვენამდე. და ეს არის სოფლიოში აპრობირებული და მიღებული კონცეფცია უკვე. ეს ხელისფლებას ხრათ როგორ უნდა განვავითაროთ ქალაქის. ეხლა მოგახსენებთ მაგასთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან აგრეთვე რომ 9 მილიარდული კითხვა. ძალიან კონკრეტულად პასუხობთ თქვენგან განსხვავებით, როცა მეკითხებიან სხვა თემაზე არ გადავდივარ. 9 მილიარდი დოლარი ახსენეთ. თქვენ და თქვით, რომ ეკონომიკური ეფექტი ექნება ამის ჩადება საბაგირო გზებში. ჯერთ ეს არის ბლეფი, ფულის გათეთრება, არანაირი საბაგირო გზები თეორიულად ვერ დაждდება. სულ იმაზე რომ იყოს ზის ენერგია 9 მილიარდი დოლარი დამასრულებინათ. 9 ჩაიდოთ ესე იგი და 9 მილიარდი დოლარის ჩადება თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს, თქვენ ეკონომისტი ხართ და ჩემზე უკეთესად უნდა იცოდეთ. რომ დახრილი ლიფტები კი არა, ფორთოხლის გადამამუშავებელი საწარმოები და ჩაის კომბინატები და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი წარმოებები რო გახსნათ, 9 არც ერთი ახალი, არც ერთი დატო არც ერთი ახალი, არც ერთი საწარმოო არ არის, დატო ერთი პროდუქტი მითხარი, რომელიც გამოდის და რომელიც არ გამოდის. მე მოვიცით, ხვალ გადავიდეთ ჩემს ყველა შეხვედრა. დავიდეთ ჩვენ მშობლიურ სამეგრელოში და გამათვალიერებინე ერთი, რომელი ახალი საწარმო გაიხსნა, ისეთი რომელიც აი ხვალ TV3-ის კამერა გამოგხსნა და დავიდეთ. 9 მილიარდი დოლარი დათო მე ვიცი რომ შენ ამ ქვეყნის ახლა ავის მოსურნე არ ახარ. შენ როგორ მიგაჩნია როგორც ეკონომისტ? დახრილი ლიფტებში კი არა, თუ ბიძინა ივანიშვილს მართლა აქ ეს ფული უნდა რომ საქართველოს ჩადოს. სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი თითო საწარმოობა თითო რაიონზე და სოფელი ამოისუნთქავს, რეგიონი ამოისუნთქავს. არ ჭირდება, არ დაწყებულა. არა, ითქვა რომ ეკონომიკური ეფექტი ერთი წამი, ნათი აქ ითქვა რომ ამას ექნება ეკონომიკური ეფექტი და უპასუხი არ ექნება, რა ეკონომიკური ეფექტი უნდა კონდეს ახლა ლიფტები თუ გაიხსნება სოლოლაკიდან მეტეხში. ეფექტი ექნება იმას ჩაის კომბინატი გახსნას სამეგრელოში. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩემთან დასმულ შეკითხვას, რომელიც ქალაქის განვითარებას შეეხება და ამასთან დაკავშირებით პასუხობთ. აქ ითქვა რომ ვარ მე მორატორიუმის მომხრე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ქალაქის თემში. კონკრეტულად როგორც პროგრამაში ისე გიპასუხებთ. ქალაქის ისტორიულ ზონაში უნდა შეწყდეს ყოველგვარი მშენებლობა, მათ შორის ის პროექტი, რომელზეც ბატონის დავითი საუბრობდა. ქალაქის გამწვანებულ ზონაში, რაც ზეცდება, ეს არის ბარბაროსობა, როცა კუსბაზე გეგენავა მააშენა რესტორანი, ვაკის პარკში ჩეტო აშენებს კიდე რაღაცა სასტუმროს და 60-მდე პარკი მე მოვიარე მარტო თბილისში, იგივე ვარაზის ხევში, იგივე გლდანის სამიკრორაიონში, ამაზე იქნება ძალიან კვეთრი მორატორიუმი, რომ თბილისში გამწვანებულ ზონაში არანაირი მოტივით არ უნდა აშენოს. რაც შეეხება დანარჩენ, რაც შეეხება როგორ განავითარებ? კონკრეტულად ჩაგეკითხებ, იგივე კითხვა დაგისვი და ძველ ქალაქს როგორ განავითარებ? პასუხობთ. ძველ ქალაქს რაც შეეხება ისტორიულ სარავაშენებ, ესე ვერ განვითარდება, რაც არის ისიც დაინგრევა. როგორ აპირებთ ამაზე? დათო, შენ არ მისმედი? დათო, ახლა კონკრეტული შეკითხვა ვერ გაიგე შენ რა თქვი? გამწვანებულ ზონაში თქვი რომ არ უნდა გაიცეს შეებლობის ნებართვები. განსხვავებული პოზიციაა? აბა რატომ დავიდე? მე ჩემ პროგრამაში. ხო, ეხლა რაც შეეხება ქალაქის დანარჩენ ნაწილში განაშენიანებას, ჩემი აზრით უნდა გაუქმდეს გენერალური გეგმასთან დაკავშირებით ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცა, ეს არის ზონალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს განაშენიანების კოეფიციენტების ყიდვას და რომელიც ეხლა თბილისელებად რო გაიგო რაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ჭავჭავაძეზე და ფალიაშვილზე ააშენო 9 სართულიანი კორპუსები. რასაც შენობ ქალაქს როგორ განავითარებ, რა თქმა უნდა ეკონომიკურად მომგებიანია, ჩემო კარგო ჭავჭავაძეზე 9 სართულიანი კორპუსს რომ ააშენებ. იმ კონკრეტული მშენებელისთვის. მაგრამ ქალაქისთვის არის ეს სამგებიანი. ნაწილზე დავსვი. ქალაქისთვის არ გაქვს როგორ ჩანს, არ გაქვს როგორ ჩანს. საკუთარ ადამიანებს რას ეუბნებით? ადამიანებს შეიძლება ამასთან დაკავშირებით ის ადამიანი ბატონი დავითი რას ეუბნებით? ჩემი პრობლემა შენ რომელიმე შეკითხვა გაგაკვეთი და 240 ადამიან 240 ბენეფიციარზე შენდება შესაბამისი ბატონ დავით, ყოველდღე ხედავთ რომ სადღაც იყრებიან ადამიანები, იმიტომ რომ სახლები არ აქვს, არიან
დავუშვათ ადგილობრივი ვიქონიოთ მოდი კულტურას ერთმანეთს შევაწყვეტინოთ. შენ გინდა ქალაქის მერობა? ეჭყვა დამისვა და მე დამისვას შენ პასუხობ, ხა მე არც ერთ არჩაკში ვარ. ორი უნდა პასუხი. ჩვენ კიდე გვექნება დებატები რუსთავზე და იმაზე ერთი თაობის წარმომადგენლები ყავს, როგორი ოპონენტებიც არ უნდა ვიყო. მოდით სადოთ რომ შედგეს საქართველოს ისეთი დებატები, როგორიც არის ცივილიზებულ ქვეყნებში. არც ერთხელ არ შეგაწყვეტინეთ არც ერთს და არც ვაპირებ. მოკლედ. სოციალურ საფრთხესთან დაკავშირებით იყო შეკითხვა, გიპასუხებთ, რომ 3 მილიონი ლარი, ეს არის კონკრეტულად ჩემი ინიციატივა, რომელიც დევს უკვე თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში. ეს არის განკუთვნილი იმისთვის, რომ გაიხსნას სოციალური სახლები. თბილისში არის დაახლოებით 20,000-მდე უკვე უსახკარო, რომელიც შეჭრილი არის სხვადასხვა სარდაფებში და სხვადასხვა ნანგრევებში. თბილისის ეს პრობლემა ტრადიციულად არ ქონდა, ქუჩაში არასდროს ქართველი არ ცხოვრობდა. ეხლა ზაფხული მოვა და თქვენ ნახავთ ვაკის პარკში, ვერის პარკში, ქალაქის გარეუბნებში ადამიანები, მარტოხელა დედები პირდაპირ ათვენ ღიათის ქვეშ ღამეებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ სოციალურ სახლში მინიმუმ 800 ადგილი შეიქმნას 1 დეკემბრამდე. არაკარვებში ბატონო დავით, მე მაგ პროგრამის არც არ სულ არაობას ჯობია არვებით დროებით სულ არაობას ჯობია მე დიდი ლილოს დარჩა ჯობია სულ არაობას რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, როგორც დიდ ევროპულ ქალაქებს თბილისსაც კონდეს სოციალური სახლი, 3 მილიონი ლარი პირველ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ იქნება აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ რამოდენიმე ასეული ოჯახისთვის თავის დღეს ჩვენ ორგანიზებთ. ვიდრე დასასრულისკენ წავალთ, ბატონ დავით, ბოლო პერიოდში, როდესაც თქვენი დაპირება დაანონსეთ, ეს არის მილიონი ხე. საიდან მოიტანეთ ეს ციფრი მილიონი ხე? ეს ციფრი საიდან მოვიდა? მე ვთქვი, რომ ეკოლოგიური პრობლემები ნამდვილად არის ქალაქში. ეკოლოგიური პრობლემები ძალიან მწვავეა. ჩვენმა წინამორბედებმა 2010 წელს ხელი მოაწერეს მერების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნახშირორჟანგის მოცულობა 20%-ით უნდა შემცირდეს 2020 წლამდე. თუ ძალიან კომპლექსური ღონისძიებები არ გავატარეთ, სხვანაირად ვერ მივაღწევთ შესაბამისი შედეგის მიღწევას. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ გამწვანებასთან დაკავშირებული ნაწილი გვაქვს, არამედ ქალაქის განტვირთვა საცობებისგან, პარკირების სისტემის მოწესრიგება, დღეს გზაზე და ტროტუარებზე დგას მანქანები, როცა ორზოლიან გზაზე, ერთზოლზე მანქანები დგას და პარკირება, ესეთ საცობებს და აქედან გამომდინარე კონკრეტული გაანგარიშებები გავაკეთეთ და ამ კონკრეტულ გაანგარიშებებს ეყრდნობა ეს 1 მილიონი ხე. ამისთვის ტერიტორიაც არსებობს, ძალიან ბევრი ისეთი ადგილია, ძალიან ბევრი ისეთი ადგილია ჩვენი მმართველობის პირობებში. ძალიან ბევრი ისეთი ადგილია, სადაც დღეს ცარიელი სივრცეა, აუცილებლად უნდა დავრგოთ. ეს არის 4 წელზე განაწილებული პროგრამა, რომლის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ კიდე ჩვენს მმართველობას, კიდე გვაქვს შემდეგი არჩევნები. აქედან გამომდინარე, მოვახერხებთ იმას, რომ უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა ჰქონდეს ქალაქში. მერია შეისწავლის ნიადაგის მდგომარეობას, შესაბამის ჯიშებს შეარჩევს, შეისყიდის ამ ჯიშებს. ერთობლივად საზოგადოების ძალიან აქტიური ჩართულობით მოხდება დარგვა და მერია იზრუნებს ზაფხულის განმავლობაში ამ ხეების მომწვაზე, რომ ისინი არ განადგურდნენ, როგორც ეს მილიონი ხის დარგვას აბსოლუტურად უწოდებენ თქვენი ოპონენტები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრებაში ერთი ხე არ დაურგავთ. დიდი მადლობა და გადაცემას პირდაპირ დავასრულებთ. ისე ნიკამელიას რო არ ვკითხო, მისი და გიგი უგულავა არეკლამებს ხოლმე ამ დაპირებას, მაგრამ თქვენც თქვით სპორტის სასახლეში, რომ საწვავის ფასი 25 თეთრით შემცირდება, გაზის ფასი 8 თეთრით შემცირდება და რაღაც აქციზური გადასახადი. აუცილებლად გააგზავნეთ ამ უბრალოდ, მაგრამ აქამდე შეიძლება ერთი ჩაკითხვა გავაკეთო ბატონო. აი, შეგოთხოვის შესახებ კანონით ხე ხომ მუშაობთ? იქო წერია რომ მე ირჩევა თბილისის 3 წლით. როდის იქნება მომდევნო თვითმმართველობის არჩევნები, როდის იქნება? კითხვას გიბრუნებ, როდის იქნება მომდევნო თვითმმართველობის არჩევნები? რომელი წლის ოქტომბერში იქნება? მე დავუსვი კითხვა ბატონო დავით, არ გიპასუხიეთ, მაგრამ გასაგები უბრალოდ შეგახსენეთ. ეს ერთი რა შეეხება იმ ხუთი მართლები ვიყო და სიმართლე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხალხი ნამდვილად დაიღალა. რამდენად რეალურია თქვენი დაპირება, ბატონო ნიკა, დაანებეთ. ეს არის რა კითხვა თქვენ დასვით. ეს არის ის დაპირება, რომელიც აუცილებლად შესრულდება ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში და როგორ? ჩვენ აუცილებლად, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ თვითმმართველობის დონეზე ეს ხდება კომპეტენციას. მაგრამ ბოლო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, დამერწმუნეთ, ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად დაარწმუნებს ცენტრალურ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმის ისტორიაში. ვინაიდან როგორ და ლეგიტიმაცია იქნება ძალიან მაღალი
ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ რომელმა ძალას არ უნდა გაიმარჯვოს ცენტრალურ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის ისტორიაში დავარწმუნებ ჩვენ და ვაიძულებ. და აქამდე რა გაგერწმუნებინათ? ვაიძულოთ. აქამდე რა უშლიდა თქვენ გუნდს რომ შეემცირებინათ საწვავის ფასი? მოგწონდა, არ მოგწონდა ბატონო დიმიტრი, მათ შორის თქვენ. არა, რა უშლიდა თქვენ გუნდს რომ შეემცირებინათ? წინ თავისი შეზდომები და მათ შორის ბატონიკა, მე სხვა კითხვას გისვამთ ეხლა. რა უშლიდა თქვენ გუნდს რომ 25 თეთრი შეემცირებინათ საწვავის ფასი? ამაზე სულ იყო საუბარი, დიახ. საუბარი იყო კი? კი ბატონო, მე არ ვიყავ ცენტრალურ ხელისუფლების საზოგადოებაში. ხო, ხომ არიცით, რა უშლიდა ხელს? ის რაც არ გაკეთა წინასწარ შესებას ხო არ ნიშნავს ხვალ და დღეს არ უნდა გაკეთოს. ქვეყანა უნდა გადადგილდეს განვითარების ახალ ეტაპზე და სამწუხაროდ სწორედ ის არის ქართულმა ოცნებამ რეალურად ყველაფერი როგორ მოახერხა და გააჩერა მხოლოდ კარგი რაც იყო და ყველაფერი ცუდი და მანკიერი რეალურად განავითარა ეს არის პრობლემა. თუ შეიძლება მათ მივიდეთ ნავთო პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ალბათ გაგიგონიათ. ის ამბობს, რომ წინა წლებში ყოფილი ხელისუფლება აქციზის გადასახადის არათუ გაუქმების, არამედ დაწევის წინააღმდეგი იყო და მიზეზად დასახელებდა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას. ეს დაახლოებით ლოგიკას გავს, იცით? აი ბატონი დავითი იძახის ხოლმე და მისი ასე ვთქვი გუნდის წევრები, რომ აი რაზეა საუბარი ზოგადად იცით? საუბარია იმაზე, რომ თუ გუშინ ეს იყო მიუღებელი, როგორ გახდა მიუღებელი და დღეს აღარ მოიტანს ბატონ დავით რო გითხოთ, ის გეტყვით, რომ თქვენ 180 მილიონი დააგდება ბიუჯეტი. არა, თქვენ გეკითხებით, ბიუჯეტ შემოსავლები არ გააგრძელდება. 180 მილიონი, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია? ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში შევიდეს ნაკლები თანხა და ნაკლები პრემიები გამოიწერონ და სახელმწიფო ფონდი გაზრდონ 128 მილიონი. თქვენ მოახერხეთ ბატონო დავით. თქვენ მოახერხეთ, რომ 128 არა, 128 მილიონი და 120 მილიონი და 118 მილიონის დარიგება თქვენ მოახერხეთ და იცით როდის დავიჭირეთ თქვენ გულწრფელობაში? როდესაც თქვენ იტყვით, თუ კი რამე პრობლემა არსებობდა 50 მილიონთან დაკავშირებით და ყადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც წარმართულია სასამართლოში, ხო? და იგი იცით თქვენ რომ დარიგდა ხელფასები ამ 50 მილიონის ფარგლებში. ის დარიგდა უამრავ ათასობით ადამიანზე. თქვენ 128 მილიონი ლარი ხო თანამდებობის პირებმა დაირიგეთ, ბატონო დავით. აი მე დაგიჯერებ თქვენ გულწრფელობაში, როდესაც გააკრიტიკებთ თქვენი გუნდის წევრებსაც, მათ შორის თქვენ ხელმძღვანელობასაც, მე აუცილებლად თქვენ დაგიჯერებ. თუმცა ოცნების მსგავსად ნაციონალები უჩიოდნენ მაღალ პრემიებს სიმართლე. 118 მილიონი. არა, შემიძლია 40000 პრემია აგერ ეხა ბატონი დიმიტრია, ბატონი კახა და იცით რომ თქვენ ეხა ისინი ჩვენი ადვოკატებად ვერ გამოდგებიან, მაგრამ 40000 ლარი 40000 ლარი კარგი ბატონო და 40000 ლარი რომელ საჯარო მოხელეზე იქნება გაცემული 35 სოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს და თითეული შემოსავლის ფიზიკური თქვენ პრემია რამდენი გაგებული საჯარო სამსახურში ყოფნის დროს ნამდვილად არა მაქვს 35000 ლარი არის როდის საჯარო სამსახურში მუშაობის გაცილებით ნაკლები აი ბევრად ნაკლები შეუდარებოდ ნამდვილად არ გაცილებით ნაკლები ეს არის აი როგორ გითხრათ რომ გაყოთ ალბათ 20-ზე კარგი და მე მაინც მაინტერესებს ისევ აქციზური გადასახადის გაუქმება როგორ წარმოგიდგენიათ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ხომ არ არის წარმოებელი ქვეყანა ნავთობის როგორ შეგიძლიათ აქციზური გადასახადის გათავისუფლდეს საწვავი რაც შეამცირებს 25 თეთრით ვიცით ხო რასაც ვსაუბრობთ 25 თეთრი რაც გამოიწვევს რას მოსახლეობისათვის იქნება უდიდესი შვება და მცირე ბიზნესს საწარმოო ხარჯებს შეუმცირებს და განავითარებს და მისი ბუნებრივი ინსტინქტია რომ იგი უფრო განვითარდეს და განვითარდეს და აქედან ვამბობ 180 მილიონი ლარი არ შეიძლება 180 ახლა ამის ახსნას ვთქვი 180 მილიონ ლარზეა საუბარი რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას საუბრობს რომ არ შემოვაო ჩვენთან ხაზინაში მაგრამ მე ვამბობ რომ 180 მილიონამდე რაღაცა 128 მილიონი პრემიებზე გადაინაცვლეს და გიგი უგულავა მე ხარ რეკლამები ტრიალებს იქ დამაჯერებლად გვიყვება რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია თუმცა ის ისე ხელისუფლებაში იყო თვეების კი ბატონო მე რა დაგაკეთა შარშან ეს იმას არ ნიშნავს შეღავათები რა ღვინის მწარმოებლებმა რომ მოითხოვონ იგივე შეღავათები აქვს დღევანდელი ქალაქის ბიუჯეტი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ ხვდებით, რომ საწვავზე აქციზური გადასახადის გათავისუფლება გამოიწვევს არამხოლოდ რომელიმე ერთი ცალკეაღებული სეგმენტისათვის შეღავათს, ხო? ეს გავრცელდება სრულიად ყველა საქართველოს ბიუჯეტზე როგორ აგიხსნა პოლიტიკური მილიონი. 118 მილიონი დახარჯეს პრემიებზე. 150 მილიონი არის სხვაობა. აქციზის ფუნქცია მითხრა რა ფუნქცია აქვს აქციზის პირობითად საწვავი რო აქციზით იბეგრება და საერთოდ ტონა საწვავზე როცა ვსაუბრობთ ეს ტონა
კილოგრამებით იზომებას აწვევთ ამ მიმართებაში თუ litrობით? არა, იცით, როდის გაგცემდით ამ კითხვაზე პასუხი ბატონო დავით. თქვენ ორი კითხვა დაგისვით, რომელზეც რეალურად პასუხი. მე ყველაფერზე გაგეცემ. რაზე ამეცით, რომ 118 მილიონი ლარი ბატონო დავით, 118 მილიონი ლარი სამწუხარო ამას მას საჯარო მოხელე მიიღო, რამდენმა. და ეს ის საჯარო მოხელები 40000 ლარი პრემიები დაურიგეთ თქვენ საჯარო მოხელეებს. არ არიან მიერთებული. თქვენ საჯარო მოხელეებს დაურიგეთ 40000 ლარი. კი ბატონო, მე შეუძლებელია სანამ არ შევეჩვევ. იცით, პირდაპირ გეტყვით. ეს იყო პრობლემა წინა ხელისუფლებისაც. იმის წინა ხელისუფლების პრობლემაც იყო და ამ ახალ დევანდელი ხელისუფლების უდიდესი პრობლემა არის. სანამ არ შევეჩვევით სიმართლეს საუბრად, არაფერი. უფასო რეკლამები აქვს სახელმწიფო არქივში. დავამატეთ. ფეტრისათვის და ქალაქისთვის. ისევ ორწუთიანი რეჟიმი იწყება, ეხა ბატონიკა უკაცრავად ვეღარ მოგცემთ მე დროს. ბატონ დიმიტრი, მოდით დაიწყეთ ბოლო მიმართვა ამომრჩევლებს, რატომ უნდა მოგცეთ ხმა? დიდი მადლობა. მე მინდა მივმართო ჩემს ამომრჩეველს და მინდა დავარწმუნო იგი იმაში, რომ მე წარმოვადგენ ერთადერთ რეალურად ოპოზიციურ ძალას. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია არის, ლიდერთა ერთობა და არა პარტიული ბლოკი, რომელიც რამდენიმე პარტიისგან შედგება. ეს არის ლიდერთა ერთობა, რომელსაც აქვს მიზნად დასახული, რომ მოვიდეს ცენტრალურ ხელისუფლებაში და აიღოს ძალაუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით. მანამდე ჩვენს წინაშე არის ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯები გადასადგმელი, რომლის გადადგმაში ხელს გვიშლის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ხელს გვიშლიან ის ადამიანები, რომლებიც პორტირებულნი არიან ნაციონალურ მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში, მათ შორის და ამისი ნათელი დადასტურებაა ის, რაც გუშინ და დღეს ხდებოდა ნინო წმინდაში და დმანისის რაიონში, როდესაც ჩვენი საარჩევნო სიების განოლება მოხდა. ჩვენ გვებრძვიან ყველა ხელთარსებული შესაძლებელი იარაღით, ყველა ხელთარსებული შესაძლებელი ინსტრუმენტით. და მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც არ დაუშვებს, რომ საქართველო გახდეს ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონი. თქვენ იცით, რომ დღევანდელი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულმა სრულად უპასუხისმგებლო განცხადებამ, რომელიც შეეხებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დაყენების თუ დამონტაჟების აუცილებლობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამაზე პასუხი თავად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც კი არ ქონდა აქ ვიზიტის დროს. ეს არის პროვოკაციები, რომელიც გულისხმობს სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფრონტის ხაზის პროვოცირების შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, შეასრულებს იმ პირობას, რომელიც გაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მოწესრიგებასთან, დედაქალაქის მოწესრიგებასთან, თითოეული უბნის მოწესრიგებასთან, მაგრამ მას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა დავალაგოთ სამეზობლო პოლიტიკა. მათ შორის უნდა დავალაგოთ სამეზობლო პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელთან ურთიერთობის დალაგების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის 2012 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკითხს მინდა კიდევ გავუსვა ხაზი, რომელზეც ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება. ჩვენი პროგრამის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის და ახალგაზრდული საკითხების განვითარება. დედაქალაქში მინიმუმ თითო რაიონს თითო სპორტული კომპლექსი ექნება, მათ შორის საცურაო აუზი ექნება. ჩვენ აღვადგენთ იმ საბავშვო ბაღებს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და უკეთეს პირობებს შეუქმნით საბავშვო ბაღებში. საბავშვო ბაღების პედაგოგებს აღუდგებათ პედაგოგის სტატუსი და ისინი ისარგებლებენ ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალური მომსახურებით. ვიზრუნებთ რეკრეაციაზე, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, როგორც უკვე ხაზი გაუსვით, დავხარჯავთ 100 მილიონ ლარზე მეტ და შესაბამისი შედეგის სახეზე იქნება. ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში 800 მილიონ ლარზე მეც დავხარჯავ. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა და პროგრამებისა, რომელიც ჩვენ უკვე რეალურად მზად გვაქვს. მათ შორის მზა ინფრასტრუქტურული პროექტებით მოვდივართ, 10 ინფრასტრუქტურული პროექტი მზად გვაქვს. ძალიან კარგად იციან ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას ჩაეყარა საფუძველი თითეული მათგანის აქტიური მონაწილეობით. 2012 წელს უპრეცედენტო რამ მოხდა ქვეყანაში. დემოკრატიული ხელისუფლება იქნა არჩეული, დემოკრატიული გზით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ახლა დროა ასევე დემოკრატიული გზით ავირჩიოთ ადგილობრივი ხელისუფლება და სხვათა შორის ჩვენს ხელისუფლებას არ ეშინია საკუთარი მმართველობის ხალხისთვის გადაბარების. ამიტომ მე აქვე პირდაპირ ეთერში ვეუბნები ჩვენ სამომრჩევლებს, რომ დიახ 15
ივნისიდან ადგილობრივი ხელისუფლება გადმოგეცემათ თქვენ დაგვიკვეთავთ თუ რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ვიქნებით თითეული თქვენთაგანი სამსახურში. მომდევნო 4 წელზე პრობლემების სიმწვავის მიხედვით გავწერთ იმ საკითხებს, რა საკითხების მოგვარებაზე და მოწესრიგებაზეც აქტიურად ვიმუშავებთ და მართლა შტაბ-შტაბი შედეგი გვექნება. მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მოვუწადენ არჩევნებზე და გააკეთონ ღირსეული არჩევნები. დიდი მადლობა ბატონიკა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ატარებს მოახლოებული 15 ივნისის არჩევნები ადგილობრივი, განსაკუთრებით თბილისისათვის. ეს იქნება არჩევნები, სადაც დედაქალაქში მაცხოვრებელმა ადამიანებმა, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი, გააკეთონ არჩევანი ან რეგრესისა და პროგრესის სასარგებლოდ. გააკეთონ არჩევანი რეალურად, როგორც ვთქვი უკვე, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ან ამ დამატებითი სამუშაო ადგილების დაკარგვის სასარგებლოდ, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სამწუხაროდ ქართული ოცნება მაშინვე, რაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცეთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, მეტროსა და ავტობუსში უფასო გზავრობის საშუალება ყველა სტუდენტისათვის, ყველა პედაგოგისათვის, ყველა სოციალურ დაუცველისათვის, ყველა შესაძლებლობის ადამიანისათვის. იქნება აბსოლუტურად უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის სარგებლობა და ყველა სხვა დანარჩენი თბილისელისათვის იქნება ტარიფი ნაცვლად 50 თეთრისა 20 თეთრი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელსვე განხორციელდეს 4 მიწისქვეშა და მრავალსართულიანი მიწისზედა ავტოსადგომების მშენებლობა, ვინაიდან არის რეალური საფრთხე იმისა, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს მეცადინეობით ქართული ოცნების უმრავლესობას გულისხმობ მოხდა შეჩერება მთელი რიგი პროექტებისა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეცადინეობით და თბილისი შეიძლება დაემსგავსოს ერთ დიდ საცობს, აქედან გამომდინარე წელს უნდა განხორციელდეს 4 მსგავსი პროექტი, რაც განტვირთავს რეალურად ქუჩებს, არ იდგება ავტომობილი იქ, სადაც ადამიანი უნდა გადაადგილდებოდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, განხორციელდეს ის პროექტი, რომელიც არის მომავალი თბილისის პროექტი, რომელიც გულისხმობს კომუნალური გადასახადების შემცირებას, რომელიც განხორციელდა უკვე თემქაზე და უნდა განზოგადდეს მთელი თბილისის მასშტაბით, რომელიც ზამთარში 30 თეთრით შემცირებას გამოვიდა კომუნალური ხარჯების და ზაფხულში იქნება აბსოლუტურად უფასო. მადლობთ. ბატონ კახაკუკავას. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, ჩვენ მაინც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მერობის კანდიდატები ვართ, აქ მოგბრძანდნენ კომპრომატებით ერთმანეთთან სადავოდ, მაგრამ მე ვფიქრობ, კონკრეტულად თბილისელებს უნდა უთხრათ 15 ივნისს რას გავაკეთებთ თბილისისთვის. თბილისის ბიუჯეტი არის 800 მილიონი ლარი და ეს თანხები იხარჯება დღეს არასწორად. შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ 60 მილიონიანი, რა ქვია, მილებით და საკონცერტო დარბაზით დაწყებული, დამთავრებული ჯიპებით, უგლავას მივლინებებით, მერეში ხიაშვილის მივლინებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც თქვენ არზეც გადის, მე მგონი ყოველ შემთხვევაში სხვა არხებზე გადის რეკლამები, რომ 6 წლის სანდროს თუ ჭირდება 20,000 დოლარი ოპერაცია, არც ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს, არც ადგილობრივი, უნდა დაარეკონ მშობლებმა ჯეოსელზე და მაქტიზე და ასე შეაგროვონ ეს თანხა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ კონკრეტულად ამ 800 მილიონის ფარგლებში თბილისის ბიუჯეტი, მივლინებების ხარჯები იქნება 0. პრემიერების ხარჯები იქნება 0. ავტომანქანების ექსპლუატაცია და მომსახურება იქნება 0. ლონდონის მერი თუ დადის 15 მილიონიანი ქალაქის მერი სამსახურში პერსონალური ავტომობილის გარეშე, ამის გაკეთება შეუძლია ყველა თბილისელ ჩინოვნიკს. და ბოლოს თბილისელებსაც თუ დამჭა დრო მიმართავ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვიდექით 7 ნოემბერს, ვისთან ერთადაც გავატარეთ 2009 წლის საკნევის აქციაზე 26 მაისის ბრძოლაში და ყველაზე მწარედ ალბათ ძალიან ბევრი თბილისელს ახსოვს 2008 წლის 5 იანვარი, როცა ერთად ვიდექით მოყინულ იპოდრომზე, როცა მაშინ თელმა თბილისმა ხმა მივეცეთ პირველ ნომერს, მაგრამ მაშინ ჩვენ მოგპარეს ეს არჩევანი, წაგვართვეს ჩვენი ხმები, დღეს ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ის უსამართლობა გამოვასწოროთ და ჩვენი მოპარული ხმები დავიბრუნოთ. ამიტომ ნუ დაიზარებთ 15 ივნისს. გამოდით არჩევნებზე და ხმა მისცეთ არა ყოფილ სამთავრობო ჩინოვნიკებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლებაში მოbrunება უნდათ, არამედ ხმა მიეცით იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად იდგნენ ამ 9 წლის მანძილზე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსთაველის გამზირზე. ეს არის ისევ პირველი ნომერი.